ყოველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მათ მაფიოზებს. მეხუთე სეზონში ვიხილავთ იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირებას. პატიოსნებში რა თქმა უნდა რჩება ექიმი და დეტექტივი. მეორე მაფიის გუნდი შედგება იაკუძასა და შოგუნისგან. იაკუძა დაქირავებული მსროლელი მოთამაშეა, რომელსაც დეტექტივი ამოწმებს შავად. შოგუნი არის უფრო მაღალი რანგის როლი. ის იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში და გადაწყვეტილება მოქმედებაში მოყავს იაკუძას. მაფიაში ამ ორი ეპოქის გაერთიანებას ვიხილავთ. მას შემდეგ რაც თამაშიდან იაკუძა გავა, შოგუნი რჩება გასროლის გარეშე. იაკუძა იგებს იმ შემთხვევაში თუ თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მაფიოზებთან ან პატიოსან მოქალაქეებთან, ორი თორში ან ერთი-ერთში. იმის გამო რომ მაფიის ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთისთვის დაგვიპირისპირებინა, მაფიას დაუმატეთ მარჯვენა ხელი, რომელსაც გაცნობის ღამეს ირჩევს დონი და შემდეგ ყოველ ღამე ეძებს იაკუძას. შოგუნი არ მოწმდება არც დეტექტივის მხრიდან და არც მარჯვენა ხელისგან. თამაში უკეთესი ბალანსისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ღამეს არავინ ტოვებს მაგიდას. პირველი ღამე არის მხოლოდ გადამოწმებების და სტრატეგიების დაგეგმვის ღამე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფია ამჯერად უკვე მაგიდის დერბის მონაწილეებს აერთიანებს, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო Betson Sports და ერთმანეთი გავამხნევოთ თუ შეიძლება. ჩვენი მაყურებელი ხშირად გვეუბნება ხოლმე, რომ რაც შეიძლება მეტი მაფიის კონტენტი გააკეთეთო და აგერ ჩვენმა გენერალურმა სპონსორმა შემოგთავაზა უკვე სხვა არხზე, რომელიც მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ, რომ გავაკეთოთ მაფიის გადაცემა სეზონს გარეთ. რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. წარმატებებს გისურვებთ, მე თქვენი სატესტო თამაშები ვნახე და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი დღეს თქვენთან ერთად. წამყვანობას ნოელ პირველს დაუთმობდი დიდი სიამოვნებით. მე მგონი მზად ვართ, საინტერესო თამაშს გისურვებთ, მაყურებელს გთხოვთ რომ გაგვამხნევოთ, იმიტომ რომ ამ ადამიანების ჩართულობა ჩვენს პროექტში არის ძალიან დიდი დაფასება და გვერდით დგომა. მე მგონი დავიწყოთ და ერთხელ კიდევ ტაში ლაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხები. თუ ფიქრობ რომ საფეხბურთო ამბების სხვებზე უკეთ გახსოვს, ახალიც და ძველიც, უმნიშვნელო ტრანსფერებიც კი და გინდა რომ მაგიდის დერბის მონაწილეთა შორის მოხვდე, მოემზადე. წინა სეზონის მსგავსად მოთამაშეების შერჩევას ვიწყებ. ამჯერად უკვე 4 ქალაქში: თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. 20 ივნისამდე შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, გაიარე შესარჩევი ეტაპი და ითამაშე მაგიდის დერბის მეოთხე სეზონი. გთხოვთ დავაღამოთ. ვისი ამოვნოთ მაქსიმალურად ამ შესანიშნავი თამაში. მიღბები გავიკეთოთ კარგად.
თავი დაბლა დავხაროთ, იგვიწევს მხოლოდ პირველი ნომერი და გაეცნობა თავის როლს. ვემშვიდობები, იგვიწევს მეორე. იგვიწევს მესამე. გაეცნობა თავის როლს. იგვიწევს მეოთხე. იგვიწევს მეხუთე და გაეცნობა თავის როლს. იგვიწევს მეექვსე. იგვიწევს მეშვიდე. იგვიწევს მერვე. ჩუმად. იგვიწევს მეცხრე. იგვიწევს მეათე. იგვიწევს მე-11. იგვიწევს მე-12 და ნახავს რა როლი დაუტოვა ქალაქმა. ყველას ძინავს და იღვიძებს მხოლოდ მაფია. დონი დაიქნევს ხელს, ჩუმად ნელა, დონი ირჩევს მარჯვენა ხელს. დონმა აირჩია მარჯვენა ხელი. ვემშვიდობები. იღვიძებს მხოლოდ შოგუნი და იაკუძა. გაისრეს ერთმანეთი. იღვიძებს მხოლოდ დეტექტივი. ვემშვიდობები. იღვიძებს მხოლოდ ექიმი. ვემშვიდობები. თემდება. გავიღვიძოთ ყველამ. წარმატებულ თამაშს გისურვებთ. პირველ ნომერს აქვს 1 წუთი. მოგესალმებით, მეგობრებო, მადლობა ყველას. ჯენტლმენებო, ამ მაგიდასთან ყოფნისთვის. თითოეული თქვენგანით ჩემთვის ძალიან დასაფასებელი ადამიანია. მაგიდის დერბის მონაწილეები, თითოეული თქვენგანის თამაშის კარგი ეპიზოდები მახსოვს და ძალიან მიყვარხარ და დიდ პატივს ვქცევთ, მაგრამ მაგიდის დერბის მაგიდასთან იყო ეგ და ეს სხვა მაგიდაა. აქ ცოტა სხვანაირად იქნება. მოქალაქეებს მოგესალმებით, წარმატებას გისურვებთ. მაფიოზებო, დონო, შოგუნო, იაკუძა, თქვენს მოგესალმებით და წარმატებას არ გისურვებთ. ჩემგან არაადეკვატური იქნებოდა ეხლა რაიმე სხვების შეფასება ან რაღაცის გაკეთება, ასე რომ ყველას გისურვებთ ძალიან კარგ თამაშს და რადგანაც წეღან შესავალ სიტყვაში წამყვანი ახსენეს, YouTube Mafia არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პროექტი YouTube-ზე და იმ ყველა ადამიანთან ერთად ვინც ბექშია და თქვენ ხანდახან ვერ ხედავთ ხოლმე, ამ შემთხვევაში მაყურებელს მიმართავ, არსებობს კიდევ არაჩვეულებრივი წამყვანი, რომელიც უდიდესი დამსახურებაც არის ამ პროექტის კარგი არსებობა. მადლობა შენ. მადლობა. მოგესალმებით. პატიოსანი მოქალაქე დიმა, წითელი კარტით. მიხარია თქვენთან ერთად თამაში თითოეულ თქვენგანთან.
საინტერესო სეზონი იყო ძალიან მაგიტრისტერებში, აქ 9 ნომერს მივულოცო ტრიუმფალურ გამარჯვებას. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, პირველი ნომერის გახსნა ჩემთვის დადებითი იყო, დიდად ფერზე ვერ მომცა, იმიტომ რომ უფრო რაღაც ნეიტრალურად ისაუბრა, თუმცა პირველი ნომერი იყო გასაგები აბსოლუტურად სასაუბროდ. მოთამაშეებზე, მაგიდებზე არაფერი არ ქონდა ისეთი, მისი მიმართვებიდან გამომდინარე უფრო წითელ კარტად დავინახე მაინც, მიმართვებიდან გამომდინარე როგორც გამოყო მოთამაშეები, თუმცა მისი სამსახიობო ნიჭიდან და სკილებიდან გამომდინარე შეიძლება ეს შავი კარტიდანაც თავისუფლად ეკნა. აქედან გამომდინარე მაინც ნეიტრალურს დავიჭერ, თავ შევიკავებ ამ წრეზე პირველი ნომრის გუნდში დამატებაზე და 2-0 იქნება ჩემი წრე დანარჩენ მოусმენ სხვა მოქალაქეებს და ჩამოყალიბდები მისთან ერთად რომელ პატიოსანს შევეკრა და ვიბრძოლო შავ კარტებს. სამ ნომერს უსმენთ. მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან მიხარია თქვენთან ერთად თამაში. ვესტები ვიყო, რაც შეიძლება შედეგიანი მოქალაქე, ვინც ვიბრძოლებ მაქსიმალურად თანაგუნდელების დასახმარებლად, ასე ვთქვათ, მაინც თეორიულად 7-5-ზე მიდის თამაში და ამ 7 კაცმა უნდა ვეცადოთ, რომ ის 3-2-ზე ვინც არიან, ისინი გადავკიდოთ ერთმანეთს და ასე იქნება შანსი, იმიტომ რომ ღამით განსაკუთრებით რაღაცები ხელეწიფებად მეტად უფრო დამნაშავე როლებს ამ თამაში, რაც ცოტას მოქალაქეებს საქმეს გვირთულებს და ამიტომ მეც ვეცდები, რომ საჩემო მოთამაშეები პირველ წრეზე თუ არა, მეორე წრეზე თუ მესამეზე სადამდე შეიძლება გაუძლო თუ ასე შემდეგ გამოუნახო, მათ აზრებს დავეყრდნო და მეც შესაბამისად ვიყო მაქსიმალურად არგუმენტირებული და ლოგიკური, რათა შეცდომაში არ შევიყვანოთ თუნდაც მოქალაქეები თუ მაფიოზები და ასე შემდეგ. კარგი თამაში რო გამოვა დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ბევრი კარგად მოაზროვნე ხალხია შეკრებილი და საჭირო უნარები ყველას განვითარებული აქვს ფაქტიურად. 4 ნომერს უსმენთ. მოგესალმებით პატიოსანი მოქალაქე. მიხარია აქ რო ვარ და თამაშობ დღეს საინტერესო ხალხთან ერთად. რაც შეეხება ჩემს წინა გამოცვლილებს, ეხლა ცოტა მიჭირს რაღაც დავახარისხო რომელიც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ პირველი ნომრის გამოსვლა მომეწონა, კარგი იყო, დამაჯერებელი, შესაძლოა ეგ მოქალაქეა. 2 ნომერიც ეცადა თითქოს რომ შეეფასებინა პირველის გამოსვლა, თუმცა მაინც ჯერ თავი შეიკავა. მესამეც კარგი იყო, სამივე დამაჯერებელი იყო, თუმცა ამ ეტაპზე მეც შევიკავებ თავს გუნდის წევრის არჩევისგან და ყველას უსურვებ კაი თამაშს, დაველოდები წრეს ყველა რომ შეკრავს უფრო ვილაპარაკებ უფრო მეც. მადლობა. მადლობა. 5 ნომერს უსმენთ. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ, განსაკუთრებით წითელი ბანკოს მფლობელებს მივესალმები. ძალიან მიხარია რომ ჩემი საყვარელი გუნდის ფერია მომივიდა, მეც პატიოსანი მოქალაქე ვარ და დარწმუნებული ვარ ამ ფორმაციის მაფია ისეთივე წარმატებული იქნება წითელი ბანკოს მფლობელებისთვის, როგორი წარმატებული სეზონის არნე სლოტს აქვს პირველივე სეზონზე. სანუ კვარტალს დავდებთ. ანუ როგორც მანჩესტერ საკიზე. მანჩესტერს შონიერ სეზონი. წითელი ფონებს დაგიწევთ ახლა. ხო, პატიოსანი მოქალაქე ვარ. რაც შეეხება გამოცვალებს. პირველ ნომერს რაც შეეხება, ყველა როლს რომ მოირგებს ფაქტი, ამიტომ ესე გამიჭირდება მოკლედ მისი ან გაშავება, ან გაწითლება და ნეიტრალურად. მეორეს ავიყვან გუნდში, მესამეს გამოსვლა ცოტა მეგრძელა რაღაც შეფუთვასავით იყო მოკლედ თავისი როლის და მე მგონია რომ თლა წითელი არ იქნება, მეოთხე ნეიტრალურად, ეგ არის, მე პატიოსანი მოქალაქე ვარ, პას. მადლობა. 6 ნომერს უსმენთ. გამარჯობა, მე ზოგადად მიხარია ხოლმე რაც პატიოსანი მოქალაქე ამომდის ამ თამაში და ეს დიდად როლების გარეშე, იმიტომ რომ უფრო თავისუფლად ვარ და მირჩევნია შავი კარტი ვეძებო ხოლმე. ნუ რაც შეეხება გამოსვლელებს, ხა ვიპოვე შავი კარტი, ამას ვერ ვიტყვი, პირველი ნომერი იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივი, კარგი, როგორც ხსნის ხოლმე ისე გახსნა დღესაც, მას ეხერხება ესეთები. 2 ნომერზეც ვერაფერს ვიტყვი განსაკუთრებულს, ჯერჯერობით ნეიტრალურად ვარ, უფრო მეწითლა მეორე ნომერი. რაც შეეხება მესამე ნომერს, მე ხო, აი მეხუთე ნომერს დავეთანხმები, რაღაცა ვრცლად ისაუბრა, მე მგონი უფრო ტვინში ალაგებ და როგორ უნდა მიყვეს თამაშის სტრატეგიას, რაღაც ეგეთი მომეჩვენა, ისინი უნდა გავაგდოთ, ის 7-ია, ის 5-ია, მაგრამ ეგ საერთოდ არ ნიშნავს, რომ გინდა თუ არა შავი კარტი ხარ, მაგრამ ამის გამო შენთან თამაშთან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. მეოთხე ნომერიც ჩვეულებრივი, ბევრი ვერაფერი მომცა მისმა საუბარმა, ჯერჯერობით უფრო პირველი და მეორე ამ და მეხუთეც პრინციპში მესამეზე თავს შევიკავებ. მადლობა. 7 ნომერი. გამარჯობა, მეც მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა დღეს. ეს პირველი რაუნდი არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ არაფერი საინტერესო არ ითქმება ხოლმე ამ არაფერი არ მომხდარა ამ პირველ დარიგებაზე.
ამიტომ ჩემს დროს არ გამოვიყენებ ბოლომდე, ყველას გისურვებთ წარმატებებს და უკვე პირველი ღამის მერე რაღაცები გამოჩნდება ხოლმე. ანუ თქვენში კი არ არის პრობლემა, რომ თქვენ კი განათქვენ არ საუბრობთ საინტერესოდ. რაც ეს თამაში არსებობს, პირველი რაუნდის დროს აფერი საინტერესო არასოდეს არ მომისმენია. თქვენში არ არის თქო პრობლემა ამის, ცუდად არ გამიგოთ მოკლედ რა. გადავცემ სიტყვას 8 ნომერს. მადლობა. რუიანს უსმენთ? მოგესალმებით ყველას, მეც ძალიან მიხარია ამ წრეში ყოფნა. მეც მაშინ უცებ ვიტყვი ჩემს წინა ყველა გამოსვლელზე რაღაცა ორ სიტყვას. მე უფრო ველოდი რომ მოკლე შეფასებები ექნებოდა და რატომღაც ყველამ ვრცლად ისაუბრა, ჩემთვის ცოტა ეს იყო მოულოდნელი. დავეთანხმები მე-5, მე-6 ნომრებს ბევრ რამეში, იმიტომ რომ რაღაცა წითლის სფერი მეც შევატყე იქამდე გამომსვლელებს და ასევე 7 ნომერს იმაში დავეთანხმები, რომ მართლა ცოტა რთულია პირველ წრეზე რაიმე შეფასებები, მაინც ჯობია რომ ერთმანეთს უფრო სხვანაირად ავუღოთ ალღო და ბოლოს იმას ვიტყვი რომ რა ვიცი, იმედია, მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ბოროტება დამარცხდება და კეთილები მოვიგებთ. მადლობა. 9 ნომერს უსმენთ? გამარჯობა. მეორე ნომერი სადაც მის მსოფლიოს კონკურსანტივით გამოვიდა ბოლოს 7 მთელ სამყაროში. მესამე ნომერზე ვიზიარებ მოსაზრებებს, პირველ ნომერზე დაველოდებოდი და გვიან სტადიებზე უფრო გამოვიტანდი დასკვნებს მისი რეალური მოტივები რაში მდგომარეობს. მეორე ნომერზე თავ შევიკავებ ამ ეტაპზე. მე-4 ნომერი არაფერ განსაკუთრებულს არ მეუბნებოდა ამ ეტაპზე. მე-5, მე-6-ეს პოზიცია კი გავიზიარე მესამესთან დაკავშირებით, მაგრამ შეიძლება რაც გუნდური იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მე-6-ე მომეჩვენა უფრო წითლად ამ ეტაპზე ვიდრე მე-5. მე-7 ნომრისაც რაც შეეხება ისეთი მომენტია, შეიძლება იგი იყოს კარგი თავის დაძვრენის ტაქტიკაც ამავდროულად, რომ მოდი პირველ რაუნდში არ ვილაპარაკებ, ასე რომ მე-7 ნომერზეც შევიკავებდი თავს. მე-8 ნომერი შედარებით მებუნებრივა. შედარებით. არ ვიცი, ხო, ნახოთ, დანარჩენი რა იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე ხო რაც ვიტყოდი, მე-3 და მე-7 ჩემს ყველაზე საეჭვო არის, მაგრამ ყველას ეჭვის თვალით გიყურებთ არაფერი განსაკუთრებული. 10 ნომერს უსმენთ? გამარჯობა. მიხარია კონტენტთან ყოფნა და თამაში. სწრაფად შევაფასო, ყველა რაღაცა ნეიტრალურად შეაფასა პირველი. მე მომეწონა პირველი, ყველაზე მეტად ვინც გამოხვედით აქედან და მე-9 და ზუსტად ის თქვა რა რაც უნდა მეთქვა მე-7-ზე რა. ანუ კი გეთანხმები რომ ვერაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ეგ რაღაცა გვაძლევს აქ ინფორმაციას რომ გავიგოთ მეტი. შესაბამისად მე-7-სთან არ ვითამაშებ ყველაზე მეტად, არ მომეწონა მე-5 და ავიყვანდი გუნდში პირველს და მე-9-ს. მადლობა. 11-ს უსმენთ? მოგესალმებით, როლექსის წარმატებას უსურვებ პატიოსანი მოქალაქეების განსაკუთრებით. თამაშამდეც ვისაუბრე, მე არ მაქვს დიდი გამოცდილება პირველ თამაშობ თამაშს და თამაშამდეც ვისთანაც გქონდა საუბარი, ყველასთან თქვი რომ მოქალაქეობა მინდოდა და ჩემი სურვილია ხდა ეს თამაში იმედია. ჩვენ მოქალაქეებს ყველას ერთად გუნდებად შეკრების დროს გამოგვადგება. ბუნებრივი რეაქცია მქონდა 2, ერთი მოსმენის შემდეგ და რასაც ვფიქრობ მაგას ვიტყვი, მაგრამ როდესაც გათენდა, მაშინ ორმა ადამიანმა გამოიწვია ჩემში ყველაზე დიდი რა ვთქვათ, მათი რეაქციებიდან გამომდინარე, ეჭვიას იყო მე-7, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან არაბუნებრივი სიცილი და ღიმილი ჰქონდა სახეზე და არ მგონია რომ პატიოსან უბრალოდ მოქალაქეს ეგეთი ემოცია გასჩენოდა, ან შეიძლება უბრალოდ დიდი ხანმადაბნელებამ გამოიწვია მასში ეს და მე-5, რომელიც უბრალოდ ცდილობდა ემოციების სრულად დამალვას. რაც შეეხება საუბრიდან გამომდინარე, პირველი, მე-2, მე-6 ჩემთვის და მე-9 იყო ყველაზე ნატურალური, ასე ვთქვათ და მათთან ერთად სიამოვნებით ვთამაშობდი, ხოლო მე-3 მგონია რომ რაღაცების ჩახლართვას ცდილობდა და ყველაზე საეჭვო იყო ჩემთვის. ნუ მე-7-ს ვეთანხმები მე-9-ს და მე-10-ს რაც ისაუბრეს მე-7-ს ნაწილში. 12 ნომერს უსმენთ? გამარჯობა. ისე როგორც ჩემ წინა გამომსვლელი 11 ადამიანი, მეც პატიოსანი ვარ. 12-ვე პატიოსანი თუ შევიკრიბეთ, აქ აჯანდა მოგვინდა, არ ვიცი, რატო ვარ. მე-12 ნომერი არ არის მარტივი, იმიტომ რომ 11 კაცი უნდა შეაფასო და ცოტა რთულია ეგ. ცოტა ისე იმას ვიზარ, დავახარისხებ. მე-3-ზე ის იყო, რომ ყველამ კი ბევრმა აღნიშნეთ უბრალოდ არ მინდა რომ ისე გამოვიდეს ითქოს მეც ამ ვაგონს ვახტები, მაგრამ რაღაც 40 წამი ვისაუბრე წესებზე თამაშის, ანუ
გაგვიხსენეთ თამაშის წესები, რაც მომენტ ვიცით. შეიძლება დიმამა იცის ეგ კარგად. ხადო. მოკლედ მესამე მეეჭვა მაგის გამო. მე-7-ზე არ ვიცი ხა რამდენად საეჭვო იყო ეგ ფაქტი, მაგრამ არ არის სასურველი პატიოსანი მოქალაქე თუ ხარ, ჯობია ელაპარაკო პირიქით, იმიტომ რომ ამ თამაშს მოგამ ისა რომ პატიოსნები ვინც ვართ, უნდა ერთმანეთს დავინახოთ რომ პატიოსნები ვართ. თორე ძალიან ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ყველა ლაპარაკობს. ხო, მაგრამ უნდა რაღაცები თქვა, კაცო, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. ინფორმაცია აქვთ მარტო მაფიას და იმას აქვია იაპონელებს. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და მაგით რა შეიძლება მეტი უნდა ელაპარაკოს. ამის მე ვერ დავინახე შენში პატიოსანი, ეგ მე პრობლემა მაგას ვამბობ რა. ვერც მესამეში დავინახე, იმიტომ რომ წესები ახსნა თამაშის. დანარჩენებში კი, თეორიულად რა თქმა უნდა გამორიცხულია რომ ყველა პატიოსანი იყოს, მაგრამ მეწნაკლებად ბუნებრივი იყოს, შენ ნერვიულობდი ცოტათი, მაგრამ შეიძლება პირველი თამაში ახან არის, ეგ იყოს მიზეზი მაგის. ყველას მოგისმინეთ. შეგახსენებთ რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგბრძანდეთ მირიან მეფის 31-ში, გიმასპინძლებთ, მაფია, არა მარტო თქვენ, არამედ მაყურებელსაც ყოველ დღე ტარდება, ასე რომ დასაჯავშნად შეგიძლიათ ლინკზე მოგწეროთ ფულრომ მაფიას. მე მგონი საინტერესო პირველი წრე იყო, გაცნობითი შეგახსენებთ რომ ეხა პირველ ღამეს არავინ არ მოკვდება, უბრალოდ გადამოწმებების წრე არის და დავიძინოთ. რამდენი უნდა ვიღადაოთ იმაზე რომ რომელიმე დატოვო. მაგას დავტოვო. იღიდებს მაფია დასახავე სტრატეგიებს ვებშიდობები იღიდებს დონი და ეძებს დეტექტივს დონი ეძებს დეტექტივს პასუხი იღუძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუზას ვებშიდობები იღუძებს შოგუნი და უერთდება იაკუზა ისინი სახავენ სტრატეგიებს შეგახსენებთ რომ არ ხდება გასროლა ვებშიდობებით იღუძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას ექიმი არ იღვიძებს და თემდება. მიხარია მე ეს სიახლე ზოგადად იაკუძას ფორმატი და არავინ არ ყვდება მით უმეტეს ეს მიხარია, იმიტომ რომ უფრო მეტად დაბალანსებული იყოს თამაში სამივე მხარეს შორის. ორ ნომერს უსმენთ, თქვენ ერთი წუთი გაქვთ, ეს უკვე ის წრეა, როდესაც კანდიდატურები უნდა დაასახელოთ სურვილის ამებ და მე მისცეთ ხმა. ორი ნომრის ერთი წუთი. მიიღეთ 7 ნომრის კანდიდატურა. მეგობრებო, მაყურებელს მიმართავ, რომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ სხვა არხზე იდება ეს ვიდეო და მაყურებელმა შეიძლება ნაკლებად იცოდეს, თორე აქ მოთამაშეებმა ყველამ კარგად იციან წესები. ორ ნომერს უსმენთ. მიიღეთ 7 ნომრის კანდიდატურა, რომ წინა წრეზე რაც არ გველაპარაკა, კიდე 30 წამი მიიღოს დამატებით, რომ მოგვაწოდოს მეტი ინფორმაცია, რადგან როგორც 12 ნომერმა თქვა, ხო ეგ არის თამაშის თავი პრინციპი, რითაც ვეძებთ, ვეძიებით რაღაც არგუმენტებს ვეღვაუჭებით, არის ერთმანეთის საუბარი. ამიტომ მე მინდა რომ შენ უფრო მეტი ილაპარაკო და მეტი სიცხადე შემოიტანო ქალაქში შენ ფერთან დაკავშირებით. დანარჩენ ჩემ შემდეგ მოსაუბრეებს რაც შეეხება, 3 ნომერზე რაღაც კუთხით ხომეც ვიზიარებ, თუმცა ხო დიდათ ეს ყველამ რო შეუტია, ოკეი, მეც ეგ განცდა გამიჩნდა, იმიტომ რომ რაღაცა ცდილობდა რომ ცდილობდა არ ეცადა რომ სხვა მხრივ წაიყვანა საუბარი რომ რაღაცა მისი ფერის იაშკარო უფრო არ გამოსულიყო და შეიძლება იყოს კი შავი კარტიდან ათამაშე თუმცა იგივე ლოგიკით შეიძლება იყოს წითელი კარტიდანაც იმიტომ რომ რა გამოცდილებაც აქვს თამაში და როგორც თამაშობს შეიძლება უბრალოდ ისე მექანიკურად უნებრივად გაიკეთებინა ეს 4 ნომერზე მეც ნეიტრალურად დავრჩები 5 ნომერიც მოკლედ იმას გამოვყოფ რომ 11 ნომერი მომეწონა მებუნებრივად ძალიან და ამ წრეზე 11 ნომერს დავუმატებ ჩემ გუნდში და მასთან ერთად გავუძევებ თამაში. 3 ნომერს უსმენთ? ხო, რაღაც დონეზე გავიგე რატომ რამას გამოიწვია ჩემზე შეტევა, მაგრამ ჩემს წინა ორი გამოსვლები იმდენად
ძლიერი მოთამაშეა ჩემს გაგებაში. ხა დიმა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა და პირველი ნომერი ბატონი დავითია, ხა ესეც მეტყველებს ყველაფერზე გახსნა და წაყვანა თუ ასე შემდეგ თუ ეხერხება ვინმეს ეგ არის, ამიტომ შეფასებისგან თავი შევიკავე, შეიძლება ეგ იყო პირველ რაუნდში ჩემი შეცდომა, მაგრამ გასაგებიცაა ეჭვი ჩემს მიმართ გაჩენილი. ნუ ჩემს კანდიდატებს რაც შეეხება, უფრო პირველი წრის შემდეგ 5 ნომერი მეშავა ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, 7-ის შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც შავია, უბრალოდ 12-ის აზრს გავიზიარებ, რომ რაც შეიძლება მეტი ლაპარაკი მით უმეტეს სხვადასხვა მიმართულებით მე როგორც მოქალაქეს მეხმარება გავშიფრო თუნდაც ის მოთამაშე ვინც აუბრობს თუ სხვა ნებისმიერი კიდე და ჩემგან ახლა მიიღეთ 5 ნომრის კანდიდატურა. მადლობა. საეჭვოდ. 4 ნომერს უსმენთ? ეხლა რაც მოусმინე ჩემს შემდგომ გამოსვლელებს, ცოტა საეჭვოდ მომიჩვენა 8 ნომერი და 8 ნომერს ვასახელებ. იმიტომ რაღაც ცოტა რაც მხატვრულად დაასრულა სავით რაღაცა არტისტულად. ხო, დანარჩენებზე რა ვიცი, ნეიტრალურად თუ არ განწყობილი, ჯერჯერობით, ალბათ მეორე კიდე შემდეგ წრეზე უფრო ჩამოყალიბდები. 11 ნომერი მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა, რომ პირველად თამაშობს, ამ ნერვიულობის მიუხედავად, მაინც დამაჯერებელი იყო ჩემთვის და გუნდში ავიყვანდი მას. დანარჩენი რა ვიცი. პას. მადლობა. 5 ნომერს უსმენთ? კაი, აქეთ მოკლედ ჩემ შემდეგგვიც გამოვიდა სიტყვით. მე 7-ს ბევრმა შეუტია და ისედაც ალბათ ბევრი დაასახელებს და მოუწევს ლაპარაკი გინდა თუ არა ამ წრეზე, ამიტომ მე 7-ს არ დავასახელებ. 11 ძალიან მომეწონა, მიუხედავად რომ პირველად შეიძლება თამაშობდეს, რა მე ნერვიულობა ვერ შევატყვე, ვერაფერი მე 12-ემ რა უთხრა, რომ ცოტას ნერვიულობდა, მე ვერ შევატყვე ვერაფერი. მესამე ლოგიკური იყო, ახლა მე რო შეუტიე, მე დამასახელებ და ეგეც არ არის პრობლემა, თავის გამართლების და ლაპარაკის მე ვლაპარაკებ თუ დამასახელებს კიდე, მე ისევ რჩები ჩემ პოზიციაზე, იმიტომ რომ 7 ალბათ 7-ს მოუწევს მაინც ლაპარაკი ბევრი და ისევ დავტოვებ ვისაც შეუტიე პირველ წრეზე ნომერ 3-ს. მიიღო 3 ნომერი. კი ბატონო. მიღებულია 3. 6 ნომერს უსმენთ? ხო, მე 5 ნომერზე შეტევა ახლოს უსმენდი და ახლოს რო ზიხართან ჩემი თვალებიდან გამომდინარე კარგად ხედავ, შორს ცოტა ვერ ვაფასებ ნორმალურად და ძალიან თავისუფლად საუბრობს, რა ვიცი, და მიმიკებზეც არაფერი ისეთი არ ეთყობა, რომ გამეშავებინა ამ შემთხვევაში მე 5 ნომერს გულისხმობ. ასე რომ, რა ვიცი, გუნდშიც ავიყვანდი სიამოვნებით, იმიტომ რომ პატიოსანი მგონია ჯერჯერობით. პირველი ნომერი ისაუბრებს, მეორე მისაუბრა და დიმა გამოცდილი მოთამაშე არის საკმაოდ და არ ვიცი, ჯერჯერობით ვერაფერს ვატყობ, იმისას რომ შავი იყოს. მესამე ნომერს გადავახსახელებდი, იმიტომ რომ ამ წრეზეც პრინციპში ბევრი ვერაფერი მომცა მისმა საუბარმა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვერაფერს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ გინდა თუ არა შეიძლება მაფიოზი იყოს ან შავი კარტი ზოგადად. მე 7 ნომერზე მეც გეთანხმებით და ვნახოთ ახლა რა ისაუბრებს, ეგეც პირველი წრე იყო და შეიძლება არაფერი მოგცა მისმა საუბარმა, მაგრამ არ გაითვალისწინა უბრალოდ რომ უნდა ვისაუბროთ პატიოსანმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება მეტი. და იქითაც ხო აი 8-ზე შეტევაც არ ვიცი, 8-მაც ჩემი აზრით უფრო მეტი უნდა ისაუბროს, ვერ ვიტყვი რომ გინდა თუ არა შავია იმის გამო რაც პირველ წრეზე მილაპარაკა. დასვით თქვენ რომ 7 ნომერს უსმენთ? ბევრს ვერც ეხა გეტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ როდესაც რაღაც როლი გაქვს, პირველი რაუნდის მერე მინიმუმ რაღაცა იცი, მერე კიდე ერთი დაღამება რაღაცა იცი, როცა არანაირი ინფორმაცია არ გაქვს. ანუ მარტივი ტაქტიკა არის, რომ აი როცა როლი გაქვს იცი რომ თქვათ ეს ადამიანი მინიმუმ შენიანი არ არის და რაღაცას მოუძებნი რა რომ ამან რო ესე თვალით რაღაცა გააკეთა აი ამიტომ მეეჭვება და როცა არანაირი ინფორმაცია არ გაქვს ამიტომ ვერაფერს ვერ აკეთებ და რაღაცები რომ მოხდება პირობას ვდებ პატიოსანი მოქალაქეების წინაშე რომ ყველაფერს დავდებ და ვიაქტიურებ და ეხა აი რაღაცა იმან 7-5 რო თქვა რატო თქვა და ეგეთ ბავშვურ არგუმენტებზე ეხა ვერ წამოყვებით და გადავცემ სიტყვას გიგკვირდებათ და 8 ნომერს უსმენთ? ხო, მე იმით დავიწყებ, რომ ჩემს მერე რაც იყო 4 მონაწილის გამოსვლა, პრინციპში 4-ვეს რაღაცა დადებითად ესეთი მოვიდა ჩემთვის. მეც ეხლა 11-ის ნომერის ვგავსად პირველად ვთამაშობ და ეხლა შეიძლება არის რაღაცა ეს მომენტები, რა ნერვიულობის, არ შეიძლება რაღაცა სხვანაირად გინდა და სხვანაირად გამოგდის და ასე შემდეგ. მე უბრალოდ ვისურვებდი იმას, რომ ვინც ვართ პატიოსანი მოქალაქეები, კარგად, აი რაც შეიძლება ყველაზე კარგად რაღაცა დავფიქრდეთ, რომ ვინ შეიძლება იყოს და ჩემთვისაც ეხა უკვე არიან ვიღაცა, ორს ვიტყვი მაინც საეჭო და უნდა ვთქვა, ხო? თუ გსურთ.
მოდი მეც რაღაცა ორიგინალურს არ მოვიფიქრებ და 7 ნომერს. მადლობა. დავასახელე. 7 ნომერი დასახელებულია ისედაც. 9 ნომერს უსმენთ? ეხლა გამიკვირდა მე რომ 7 დაასახელა, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ ისე თქვა, იმიტომ რომ ცოტა დრო ქონა და წნეხში იყო. მე-4-მ რატო იეჭვა მე-8-ზე ეგ არ ვიცი, ცოტა მეეჭვა ეგ. მე ვრჩები იმასზე, რომ მე-3, მე-4, მე-5-ში ტრიალებს შავი კარტი. მე-5, მე-3 იმდენად ანტაგონიზმში შევიდნენ ერთმანეთთან, რომ ერთ-ერთი შავი არის, ეგრე მგონია და რა ვიცი, რაც მანდეთ ვიხრები მაინც. ჩემ შემდგომ ვინც იყვნენ გამომსვლელები, ყველა ლოგიკური იყო, მაგრამ ვიცნობ სამივეს მეტად კარგად და ვიცი რომ შეუძლიათ რაღაც სიტუაციებში ლოგიკა გამოადნონ, ასე რომ დროს მოვიგებ მათთან მიმართებაში და დაველოდები და ისე ჩამოვაყალიბებ ჩემ მიდგომას. მეორე ესე იწყებს სულ როგორც მივხვდი თამაშს და დაახლოებით შუალედური ტაქტიკა აქვს და აქედან გამომდინარე ეს ტაქტიკა შავზეც ჭრის, წითელზეც ჭრის და ჯერჯერობით მიუყვება თავისას და დამაჯერებელია. მე-6-ზე ამ ეტაპზე იგივე აზრზე ვრჩები, რომ წითელი კარტი არის, ეგრე მგონია. ვის დავასახელებ, არავის არ უთქვამს, მე მგონი მე-4, ხო? მივიღო? მოდი იყოს მე-4. მიღებულია 4-იანი, მადლობა, 10-იანს უსმენთ? ხო, ჩემთვის ყველაზე უცნაური იყო როცა მეორე ნომერმა დაასახელა მე-7 რა, ანუ მე-7-ს ყველა დაასახელებდა ისედაც და ანუ შენგან მე უფრო რაღაცა მეც მოველოდი რომ რაღაცა სხვა ადამიანებზე წაიღებდი ხელს და არა მე-7-ზე რომელიც მთავარი ეჭმიტანილი არის ეხლა ამ მაგიდაზე. ზუსტად გაბრომ რაც თქვა საერთოდ ვერ მივხვდი მე-8-ს დასახელება საიდან მოვიდა მე-4-ის მხრიდან მომეწონა 12 11-ს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ არ მომეწონა ყველა მეგრევე ძალიან რო გააწითლეთ ეს არის წითელი ცოტა არა შენ ხო ანუ ძალიან 11-ის გაწითლება წავიდა მე-3 მე მგონი მე-4 მე-5-ესგან 100%-ით და აი ეგ არ მომეწონა. ეხლა ჩემთვის გუნდი რჩება 12 9 არ ვიცი, ნუ მე-8-საც რატო უტევს 4 ვერ გავიძეს იმას რომ გითხრათ. მე დავასახე მითხარ 2-ს. მიღებულია 2. 11-ს უსმენთ? 7-ს ვეთანხმები ერთ რამეში, რომ როცა არაფერი არის ძალიან რთულია რაიმე ტიპის ლოგიკური ჯაჭვების გამო, მაგრამ მთელი ეს თამაში იმაზეა, რომ რაღაცა ლოგიკური ჯაჭვები უნდა გავაბათ. ამიტომ პატიოსანი თუ ხარ, მით უმეტეს ძალიან ბევრი უნდა გელაპარაკა. ეხლა შენზე აღარ ვილაპარაკებ. ერთი რისი თქმაც მინდა რა. მე-5-ემ გამაწითლა მე, მაგრამ მე ვიყავ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც პირველ წრეზე ვთქვი, რომ მე-5 ჩემში ეჭვს სწრავდა და ეგ ცოტა არ მებუნებურობა, უბრალოდ გამაწითლა და ისიც არ ვთქვია, რომ იცი შენ დამასახელე, მაგრამ არ ვარ ნახაცით ეგ რო გაიმყარები, ამიტომ ეგ ჩემი მისი მხრიდან გაწითლება კიდევ უფრო არაბუნებრივია, ძალიან კარგი რაღაცას ჩაეჭიდა 10 ნომერი ორთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ 7 თუ შავია, 2-ს ალბათ შავი არის. აი, ფოლსა ვიყევი ძალაყევით ერთმანეთს, ანუ მე არ მელაპარაკა 7 ნომერზე, იმიტომ რომ ჩემს მერე სხვა მეილაპარაკა. თქო, მან არაფერი თამაში ლოგიკა არ არის თამაშთან, ანუ ჩემი წრე იყო გახსენი და ვინც მეეჭვა თქვი, ანუ რა თქვენი თამაშიც საბჭო ვიგო. ანუ არ არის უბრალოდ ჩემთვის ლოგიკა და შემდგომ რამეში, რომ 7 ჩემი აზრით ისე და ტრიალდა რაღაცა რომ გაწირულია და რაღაცნაირად აბსოლუტურად არ საიდან გამოსულა მოთამაშემ შეეცადა რომ მის გაგდებაში მიიღო მონაწილეობა რომ მე რაღაცა დოზით გაწეთლა. შეიძლება ეგ იყოს შენი ლოგიკა უბრალოდ მე არ ვიცი. 12-ს უსმენთ? რაღაცა უცნაური სიტუაციაა, ეხლა გამოდი რომ 2-ზე წავიდა უკვე შეტევა. არა. შენი სწორი თქვი, შენი მხრიდან გაწითლება, კი არა, შენი გაწითლება მე-5-ის მხრიდან მეც რაღაცა არა ფოლსავი გაწითლება არ მithkoms არ ნერვიულობს თქო უბრალოდ პირველი თამაშის ყოლბაზე არ ხო მაგრამ არ მithkoms რომ წითელი კარტია ხო კომპლიმენტი შავი რა ყოფილიყო შეიძლება დასრულდა ფოლი არის მაქსიმუმ 5 წამიანი კომპლიმენტები იყო და რაღაცა ცოტა მეუცნაური რა დანარჩენი რავი მე-7 ნომერს უნდა უთხრა ეხა 30 წამი გექნება და ილაპარაკე რაღაცები თქვი თორე მიზანი გაქვს 11 კაცის მოშვერილი ანუ ყველა ვარიანტში კვდები ეხლა ამ სიტუაციაში და რაღაცა კენი რამე ილაპარაკე მეორე ნომერზე არ ვიზიარებ იმას რომ მე-7 ნომერზე რატო თქვა გინდა თუ არა იმიტომ რომ ლოგიკური იყო ყველაზე აი აშკარა სათქმელი მე-7 იყო თუმცა ნუ ის ხო მესმის რომ ზუსტად მეცელოდებიან იმასგან მე-3 ვერაფერი ვერ მომცა ამ წრეზეც სამწუხაროდ მე-9 მეწითლება ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მე-6 მეწითლება მეც და აქედან მე-10-ც კარგი იყო ანაჩენებზე ხო მიჭირს და მე მე-4-ზე ვეთანხმები იმაში რომ უცებ პაატას რატო შეუტია შენგემ ვერ მივხვდი იმიტომ რომ თითქოს არაფერი ისეთი პაატას არ უთქვამს სანამ პირველი ნომერი დახურავს სტრესს დასახელებულები არიან 7 5 8 3 4 2 ამ თანმიმდევრობით პირველი ნომრის 1 წუთი
მარტო მე რა ვარ დასახელებული ისი გამოვიდა თუ ერთი ორი კიდე. ხო, კაი რა მნიშვნელობა აქვს. ერთი რაც ეხლა ვიძახით და ფიქრობდი რომ ადამიანებთან რაც უფრო თამაშობ მეგონა ადრე ფიქრობდი რომ რაც უფრო მეც ვთამაშებდი ადამიან უფრო ადვილი იქნებოდა მე მათთან მე მგონი უფრო პირიქით არის ეგ რა ვიცი გამოცდილება უფრო ძნელია იმიტომ რომ თვითონ მათგანის მანერები ვიცი უკვე და ეს მანერები არ იცვლება ისევ ისეთია და უფრო ვიბნევი და ეხლა მაქვს საშინე ესეთი ღელვა ეხლა რომ მაგ მქონია არასდროს იმიტომ რომ მითითება და მე რამე მოხდეს შენი ერთი ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და ვიღაცა გაიწიროს მით უმეტეს როცა პატიოსანი მოქალაქის პოზიციიდან ლაპარაკობ ძალიან სანერვიულოა რა მეშვიდე ნომრის თქმის არ იყოს რაღაც ინფორმაცია როცა გაგდა იცი კიდე სხვანაირად აზროვნებ რა და ამ შემთხვევაში ძალიან ბრმად ხარ და ფრთხილობ და გეშინია მაგრამ ეშინია პირდაპირ ვიტყვი მიუხედავად იმისა რომ ჯერ მე არავის დაუსახელები ვარ და ეხლა რასაც ვიტყვი უბრალოდ უნდა თქვა მეშვიდეს თავის მართლების ნაწილი მომეწონა ერთადერთი აი სუფთა ინტუიტიურად რა წარმოუდგენლად ცუდი არგუმენტები იქნება რომ დავასახელო 5 ნომერი თავიდან არ მომდიოდა თვალში 6 ნომერს პირიქით ვენდობოდი რაღაცებს კი ბატონო ყველას მოგისმინეთ დასახელებულები არიან 7 5 8 3 4 2 თავის გამართლების 30-30 წელი მოგეცემათ 7 ნომრიდან ვიწყებთ დრო ჩავთ ამ თამაში რაც შემინიშნავს არის რომ როდესაც მაფია ცდილობს რაღაცა ჰაიპს მოაჭდეს ხოლმე რომ აი ბევრი შეტევა თუ მიდის კონკრეტული ადამიანისკენ რომ იქ შეყვნენ ესენიც რომ ანუ ბევრი ადამიანი თუ გიტევს მე ესენი აღარ ჩანან რა სამი თუ გიტევს მე იქ უკვე გამოცნობა ადვილია და ეხა ცოტა ნანოფ რომ გამოვიწვიე ეს ჰაიპი ჩემს თავზე იმიტომ რომ მაფიოზებიც შემოძრებიან ეხა ამ ჰაიპში მაგრამ ნუ კარგი იქნება თუ ამას არ დასვით დრო 5-იანს უსმენთ ხო კარგი შეგძლებია კარგი იყო პირველ და მეორე წრეზე შეიძლებოდა დამასახელა 10-მა თუ სწორად მახსოვს დამასახელა პირველმა და 11-მა ხო კიდევ ერთხელ გამომეორდები რა 11-მა 10-მა და 11-მა რაღაც ჯგუფურად ჩამომიტა და 3-მა იმიტომ რომ 3-ს მე უტყედი გამოვიწდებოდი 10-მა და 11-მა რაღაც დუეტში შემომიტია აშკარად და შეიძლება ერთად იყვნენ გუნდში არ ვიცი თავის მართლებას რაც შეეხება მე პირველივეზე რასაც ვიძახდი მოკლედ იგივე აზრზე ვრჩები გასამართლებელი იდეაში არც არაფერი არ მაქვს შეგიძლიათ რა გადამამოწმოთ ამიტომ ისევ სამ ვარიანტს რუიანს უსმენთ მე უბრალოდ იმას ვიტყვი რომ მე მგონი პატიოსანი მოქალაქეები უკვე ხვდებიან ვინ შეიძლება იყოს დასახელებულებს შორის იშავი კაცი და მე ამ შემთხვევაში ჩემთვისაც ძალიან ლოგიკურია ხა მე ვინდა რატო გადამომწვდა ასე რომ მეც არაფერს ვიტყვი კარგად დაფიქრების შემთხვევაში მე მგონი გაიცხრილებიან შავები მადლობა 3-იანს უსმენთ ხო მე არ ვიცი ხა ნუ იდეაში თავიდან არც თუ ისე სწორი კუთხით საუბარმა ასე ვთქვათ მეც შავი სეჭვი მომიტანა ჩემ დამი ესეჭვი მოიტანა მაგრამ ბევრი ჟარგონულად რომ თქვა შაიკა ჩამოყალიბდა 7 ნომრის წინააღმდეგ 8 ნომრის ჩემს წინააღმდეგ 3-3 4-4 კაციანი და ჯავახას მაგაში დავეთანხმები რომ ეგ უფრო ართულებს ამბავს რომ კონკრეტულად 3-ან 2 კაცით უფრო დაიწვება მაგრამ მე მოგიწოდებთ რომ შემინარჩუნეთ მოქალაქეებმა ამ ხელზე და იმიტომ რომ ხელის აწევების ამბავი ძალიან ფაქტავს ვიღაცებს და მაგას რო ვამჩნევ ჩემ თავს კარგად ვამჩნევ რა დასრულდა თქვენი დრო 4-იანს უსმენთ ხო ეხლა ვინც დაასახელა არ ამგონია ყველას კონდეს რაღაც რკინის არგუმენტი რატო ასახელებს და ზუსტად ასე ვარ მეც რომ რაღაცა ეჭვები გამიშთა ადამიანის მიმართ და ამიტომ დავასახელე რაღაც ამ პირადად არაფერს არ ვერჩი პაატას ნამდვილად და რა ვიცი ფიქრობ ჯერ კიდევ ის არის რა ძიებაში ვარ მეც მიჭირს ჯერ ესა თანა რა ქვია თანამოქალაქეების პოვნა მადლობა 2-იანს უსმენთ პირველად ნახე თამაში რომ თავის გამართლების დროს ახ სამანავე რაც გაკეთა თავის გაიმართლა 7-იანიც გაამართლა შენთვის ეგ მოქალაქე ხარ ვიცი არ არიცი მოქალაქის ფერი შენ როგორც ჩვენ არ ვიცი უბრალოდ ეჭვი ქონდა დავასახელეთ რა 7-იანი უფრო გამართლე ვიდრე შენი თავი რა ეგ დავიჭირე 10-11-ს ვიმართავ თუ ჩვენ ვიპოვეთ შავი კარტი და არის 7 ნომერი მე წრის გამხსნელი შავი კარტი პოტენციურად სიტყვაზე არ მივიტან იერის ჩემ შავ კარტზე ანუ არაფერი ლოგიკა არ იყო მაგაში უბრალოდ რაც თქვენ დაინახეთ იგივე დავინახე მეც და დავასახელე ჩემ წრეზე და თქვი რა 7 ნომერი უნდა გავიდეს ჩემს და იმ 30-მა წამმა უფრო გამოყარა ეჭვი შავი კარტია ვიდრე წინა ორმა სიჩუმა ხვის მიცემა იწყება 7 5 8
4 2 ამ თანმიმდევრობით ხმა თავის დროზე თავიდანვე მოიფიქრეთ ვისაძლევთ თორე ბოლო კანდიდატურაზე გადავა თქვენი ხმა კი დასახელებულები არიან 7 5 8 3 4 2 ამ თანმიმდევრობით ვინ ფიქრობს რომ 7-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა 2 ხმა ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა 3 ხმა ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა 1 ხმა ვინ ფიქრობს რომ 3-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა ეს დაგვიანებული ხმა 3 ხმა ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა 2 ხმა და 2 ნომერზე გადავიდა შევკრება ეხლა 5 6 9 10 11 1 ხმა შესაბამისად 5 ნომერს და 3 ნომერს შორის 3 ხმა დაგროვდა გაიყო ფორსტა გიწერთ ამის მე 5 ნომერს და 3 ნომერს შორის მოხდა ავტოკატასტროფა თანაბარი ხმები დააგროვეს და ეხლა მოგეცემათ კიდევ ერთი შანსი თავის გამართლების და გისმენთ 5 ნომრის 30 ჩემი ვარაუდი რაც იყო მიხარია რომ გამართლა და 3 ვარიანტი ჩემთან ერთად არის მოკლედ ფინალში ჩემს თავის მართლებას რაც შეეხება არც აზრი შემიცვლია და არც არაფერი არა და ძალიან ბევრმა შეცვალეთ აქ აზრი როდესაც 7 ამოიღეთ 3-ზე და მე ხელი აღარ აწიეთ და იგივე 2-ზე და ეგ ალბათ მე თუ დავტოვე თამაში აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ადამიანები რომლებმაც 7 დაასახელეს ყველამ აბსოლუტურად და მე ხელი აღარ აწიეს ეგ გასრულდა თქვენი დრო 3 ნომერს უსმენთ ხო მე ადრე მიწევს თქვა სამწუხაროდ იმიტომ რომ არ გაუვარდე მე კი მივარ და ამჯერად გადამარჩინეთ ასე ვთქვათ დაატრიალებაზე და კარგი იქნება დეტექტივმა რომ გაიხსნას მერე და მოვახერხო მისი გადარჩენა იმიტომ რომ იდეაში მე ახლავე მომკლავენ და ხელი 7 ნომერზე იმიტომ აუწიე რომ არ წარმომედგინა თუ ასე ცოტა ხმა იქნებოდა მე მეგონა რომ უეჭველი მე უვარდებოდი და მაგით აუწიე რომ 7 ნომერზე დავაბალანსო მეთქი თორე 5 მყავდა დასახელებული კანდიდატად დასრულდა თქვენ დრო ხმის მიცემა იწყება 5-3 ამ თანმიმდევრობით ვინ ფიქრობს რომ 5 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით 5 ნომრის ბოლოს ხო ნუ მოკლედ წითელი კარტი დაკარგეთ ოღონ არაშოგუნი ეგ გაითვალისწინეთ მოქალაქე დატოვეთ და მოკლედ წინა რაც გითხარით რა მოკლედ 7-ზე 7-ის დაასახლა და ხელი არ აწია იმას მოკლედ უყურეთ რა და წითელი მოქალაქე დაკარგეთ დავემშვიდობოთ 5 ნომერს კაი პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ ახალი როლები რაც დაემატა ბევრად უფრო საინტერესო და აზარტული გახდა თამაში და თან პირველ წრეზე რომ არავინ არ გვტევა ეგ კიდე დამატებით აზარტს მატებს და ძალიან მაგარია ეგ მე ვიყავ შოგუნი და რატომღაც ისე გამოვიდა რომ პირველივე წრეზე დავტოვე თამაში იქიდან გამომდინარე რომ იაკუძას ძალა დასუსტდა მე მაინც მგონია რომ ფაქტობრივად გამოვლენილი არიან შავი კარტის ბანკოს ფლობელები ანუ მაფიის წარმომადგენლები და მგონია რომ მარტივად იპოვენ ამიტომ ფაქტობრივად გადაწყვეტილია რომ წითელი ფერი იგებს დღევანდელ თამაშს თამაში იყო სასიამოვნო იმიტომ რომ ისეთი ფორმაციის და ისეთ ადამიანებთან გვიწევდა თამაში რომ მოკლედ ყველას ემარტივება ემოციების შენიღვა ესე რომ ვთქვათ ველიჯარა საერთოდ სახიობია ამიტომ წარმატებები და მადლობა თავი დაბლა დავხაროთ იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას მიიღო პასუხი იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას
რომელიც შეეცდება რომ გადაარჩინო. ხდება. თამაშს ტოვებს ნომერი 2. ხოლო დეტექტივი და კარგეთ 7 ნომერი გადავამოწრო პირველივე წრეზე, იმიტომ დავასახელე ყოველთ არ გავხსენე. შავი კარტი იყო 7 ნომერი, შეგიძლიათ ახლა მოიშოროთ. შემდეგ წრეზე უბრალოდ მარტო გამოცდილებიდან გამომდინარე და როგორი მოთამაშეც არის, 12 ნომრის ფერი არის წითელი. შეგიძლიათ ენდოთ ბოლომდე ითამაშოთ, 7-იანი არის შავი. ხარ შავი ხო თუ არა? აი რომელი კლაინიდან არის, იაპონიიდან არის, თუ საიდან არის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ის ფერი დამხვდა შავი და ხელი რო არაციეთ ზანგული დამწყდა, მინდოდა იქვე გახსნა თვალით, მაგრამ რატომღაც არ გავაკეთე და ახლა ვნანობ რა. პატიოსანი მოქალაქე ვიყავი შესაბამისად დეტექტივი ვიყავი და შეგიძლია თუ დეტექტივად გავაგრძელოთ თამაში. დავამშვიდობოთ 2 ნომერს. საინტერესო თამაში მიდის. სამწუხაროდ მომიშორა იაპონურმა კლანმა და ნადრევად მომიწია თამაშის დატოვება, ზანგული დამწყდა, მაგრამ იმედია რომ ჩემი შავითანა მოქალაქეები მოიგებენ თამაშს. ცუდი სიახლე მაქვს. თამაში ტოვებს ნომერი 7-იც. მინდა გითხრათ, რომ ცუდი ამბავია თქვენთვის. ჩემი წასვლა რატომ ამომიჩემა თავიდანვე არ ვიცი. შეცდომა იყო, ბოდიშ ვიხდი, რომ ესე მივიქციე ყურადღება და ამიტომ ბევრი ის არის წამოვიდა ჩემს ჩემი მიმართულებით, არანაირი როლი არ მაქვს, ვერ დავიბრალებ ვერაფერს, უბრალოდ just ბევრი ვილაპარაკე იმით, რომ ცოტა ვილაპარაკე რა, ეს იყო ჩემი პრობლემა რა, იმიტომ რომ ჩემი ცოტა ლაპარაკით მივიქციე ბევრი ადამიანის ყურადღება და ეს არ უნდა გამეკეთებინა, რისთვისაც სამშობლოს უხდი ბოდიშ და გისურვებთ წარმატებას იმ ვინც მებრძოდა იმ ხალხს მიაქციეთ ყურადღება. დიდი მადლობა. მადლობა, დავამშვიდობოთ 7 ნომერს. ცუდად ვითამაშე, მივიქციე ყურადღება პირველივე დარიგებაზე. ოღონდ სულ ეგრევე ვთამაშობ რა, ეს პირველი რაუნდი მეზიზღება, იმიტომ რომ არაფერზე დაფუძნებული საუბარი მიდის და 12 კაცი როდის დაამთავრებს ლაპარაკს, ერთი სული მაქვს ხოლმე. და გულწრფელი ვიყავი ამ ამბავში, რომ მალე დამთავრებული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ როცა რაღაც როლი გაქვს, ეგრე არ უნდა მოიქცე და ცუდად ვითამაშე ამის გამო. მეტი მკვლელობა არ იქნება, რა თქმა უნდა, 3 ნომერს უსმენთ. ხო, შეიძლება ჩემმა ექიმობამ გადამარჩინა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, როცა ერთ-ერთზე დავრჩით მე და 5 ნომერი და ყველა ხმა იმისკენ წავიდა. არ ვიცი ასეთი სარწმუნოდ რატომ თქვი იდეაში, მაგრამ ის იყო თუ არა შავი ეგ კაცმა არ იცის. ანუ გამიკვირდა ის, რომ ყველა ხმა იქეთ წავიდა და ჩემსკენ არც ერთი რამაც სიმართლე გითხრათ, გამაკვირვა. ძალიან მეწყინა რომ დეტექტივი მოკვდა, იმიტომ რომ მის გადარჩენას ვაპირებდი და მისი გამოყენება შეიძლება, უეჭველად შეიძლებოდა. ნუ იდეაში თუ ვინმე არის სხვა დეტექტივი გაიხსნას ამ წრეზე, კარგი იქნება რომ გავყვეთ თუ არა დიმას მოცემულობას ზუსტად ვერ გეტყვით და იმის გამო რომ 7 ნომერიც მოკვდა, კანდიდატი რეალურად ახლა არ მყავს და როცა წრე დატრიალდება, შეიძლება მე გამიჩნდეს რა. მე ვეჭვობ რომ ვიღაც კიდე დამასახელებს და 30 წამი მომეცემა, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ მაგ მოტივით მაინც დამასახელებენ. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ? ჩემთვის სარწმუნო იყო 3 ნომრის ექიმობა. აქედან გამომდინარე ჩემში ნდობას იწევს. აქეთ არ ვიცი, ახლა 8 ნომრის მიმართ ახლა ცოტა შემეცვალა დამოკიდებულება. არ ვიცი რამდენად იმუშავა პაატას გამოსვლამ, ვერ ვიტყვი. განჩენები რა ვიცი. ჯერ თავს შევიკავებ, არ ვასახელებ არავის, რა ვიცი, არ მაქვს ჯერ ვერსია ისეთი სერიოზული. მადლობა. მადლობა. 6 ნომერს უსმენთ? ხო, შენ იმიტომ არ გავარდი, რომ რა ვიცი, ხო მე რომ ექიმი ყოფილიყავი, ხო, პირობითად სიტყვაზე ვამბობ, იქვე გავიხსნებოდი და ვიტყოდი, რომ მე ვარ ექიმი და ეს კაცი იტყუება პირობითად, ეს არის გასაგდები. მე შენ გიტევდი თავიდანვე და შენ ზიავწიე ხელი პირველ წრეზე, მაგრამ მე როცა ექიმად გაიხსენი და სხვა ექიმი აღარ იყო, ბუნებრივად გავუშვით მე-5 ნომერი, იმიტომ რომ ექიმის გაგდება აქედან არავის არ უნდა ისე როგორც არ გვინდა დეტექტივის გაგდება, რომელიც გავარდა.
დეტექტივი თუ არის მაგიდასთან მე მოგვიწევს ქალაქს გადავწყვიტოთ რომელია ნამდვილი დეტექტივი თუ სხვა დეტექტივი არ გაიხსნება ესე იგი მართლა მეორე ნომერი იყო დეტექტივი და მე-7 ნომერი გავიდა შავად და ვიცით რომ 12 ნომერი არის წითელი რაც დატოვა მეორე ნომერმა ეგ იყო მაგის სიტყვა და დანარჩენი შენზე თქვა გადავამოწმე და წითელია კი ხო მე სხვანაირად გავიგე ფოლებს დავწერა მის მერე არა მე ხო ჩემი დრო ხო არის ჯერ კიდე დიმამ თქვა მეორე ნომერმა თქვა რომ გადავამოწმე ერთი 7 ნომერი და შავი იყო და მეორე გადავამოწმე 12 იმიტომ რომ გამოსტილი მოთამაშეა კანდიდატურა არ ვიცი შეერჯერობით ნუ მეოთხე ნომრის საუბარი და არ მომეწონა მაგრამ მოდი ამ ეტაპზე კანდიდატურისგან თავში მადლობა 8 ნომერს უსმენთ მე ვიცი ის რომ 7 ნომერი იყო ნაღდად შავი და პატიოსან მოქალაქეებს გილოცავთ რომ სწორად გაუშვით ეს კაცი 5-ზე არ ვიცი ჯერ იმიტომ რომ რაღაცა თანდათან წრიდან წრეზე უფრო ეტყობოდა ისინი რაღაც აღელვებები 3 ნომერზე ვიტყვი რომ მართლა კაი კაცია პატიოსანი ბევრი გადაარჩინა მან თავის კარიერაში და მოკლედ ჩემთვისაც ეხა ვიღაცები ახალი საეჭო კანდიდატურები გამოიკვეთა უფრო ჯერჯერობით ერთი ამ ეტაპზე. კი მე და ბიჭო. და ეს არის ვამბობ კაცო. ეს არის 6 ნომერი. მე ვიღო 6 ნომერი. მიიღეთ. მიღებულია 6. 10 წამი გაქვთ? მე? ვсё, იგა. მადლობა. 9-ს უსმენთ? ეგეთ თავდაჯერებით საიდან მითხარ 3-ზე ასე შემდეგ რო ჩამოარაკრაკა არ ვიცი. დანამდვილებით რო გითხრა. დეტექტივის საუბარს გავდა ბოლოს მეგონა იტყვა დეტექტივი ვარ თქო. საერთოდ რა მოხდა ვერ მივხვდი, იმიტომ რომ იმდენად ალოგიკური იყო თითოეული განვითარება ნებისმიერი მხრიდან იაკუძა იქნებოდა თუ ის შეიძლება შავი შემოაგვდოთ ერთმანეთს კი ბატონო. დიმამ როგორც თქვა, რაც სიტყვას დაგვიტოვა, მე ეგრე გავიგე რომ შენ წითელი ხარ და მე მგონი სწორად გავიგე, გადავამოწმე წითელი არის, ან შეიძლება დიმა გვატყუებს თავის ხრი. მე ჩემ ვერდიქტზე ვrჩები რომ მე-4-ს ლოგიკურ ჯაჭვს ვერ ხვდები, საიდან მიდის ყოველ შემდგომ გადაწყვეტილებაზე და მგონია რომ სიტუაციურად იცვლება ეს. მე-7-ს გაგდებას მე არ ვემხრობოდი მე ბოლოს, იმიტომ რომ მაინც წითელი სირენის ნიშანი თავზე რო აქვს ადამიანს, ვცდილობ რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო, ვისაც მეორე ხარისხოვანი ეჭვი მაქვს. მესამეზე მაინც ეჭვებში ვრჩები, იმიტომ რომ არადამაჯერებელია მისი ექიმობა ჩემთვის. ანუ ექიმიდან არ გამომდინარეობს, ქცევა უბრალოდ თორე ლოგიკური არის კი ბატონო, შეიძლება უბრალოდ ასე თამაშობდეს. 10-იანს უსმენთ? ხო. მე ველაპარაკები მესამეს. ეხა შენ ხარ თავარი კაცი ამ მაგიდაზე რა, ვინც ვართ წითლები, შენ მოყვებით. თუ დეტექტივი იყო 2, ეს შეიძლება შოგუნიც იყოს. თუ დეტექტივი იყო 2 ნომერი, ცოტა არ მინდა რომ დავიჯერო უცდი რომ რომელიმე გაიხსნება აქედან, რადგან მე მე-7 ბოლოს არ მეშავებოდა. მაგრამ ამ ეტაპზე 2 არის დეტექტივი, მივყვები მას. რაღაცა შენ უნდა დაგვეხმარო წითლებს. არ მომეწონა 4 და კაკნისტანა არ მომეწონა 8 ახლა რა. ანუ რაღაცა ძალიან აურიე ბოლოში. რა ანუ თან ერთმანეთს ებძვით, მაგრამ ორივე არ მომწონხართ ახლა. ადრე მარტო 4 არ მომწონდა და ვასახელებ 4-ს და 8. ერთსაც პროსტა რომ მეტი მადლობა, ხოლო 4 ნომრის კანდიდატურა მივიღე, პირველი რომელიც არ იყო დასახელებული ის მივიღე. 11-ს უსმენთ? ხო, პირველი წითელი კარტის პატიოსნებისთვის ყველაზე კარგი შემთხვევაში თუ 7-იც და 5-იც შავები იყვნენ, ანუ 6-3-ზე ვართ ამ წუთისთვის და კარგ მდგომარეობაში ვარ და ამიტომ ჯობია ალბათ ისეთ ხალხი მოვიშოროთ, ვინც არაფერს არ გვაძლევს და რაღაცა აბდაუბდა მიმართულებებს გვაძლევს. ჩემთვის ეხა ის ცუდად შეიძლება ჩამოყალიბე, მაგრამ ესეთი არის 4 ნომერი, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ხვდები ბუდიში ვარ რასალვარს. ხან საიდან 6, მე ხან საიდან 2, ხან საიდან 7. მეორე ისეთ თქმაც მინდა რომ მგონია რომ თუ 5 გავარდა, სავარაუდოდ შეიძლება იყოს შოგუნი და იაკუძა მოიშორა ერთ-ერთი შავი კარტი და მაფია და მოკლა 7 ნომერი, იმიტომ რომ ერთი თუ დარჩა სამაფიასთან ძალიან გაუჭირდებოდა პროცესში და თავიდან ერთი უნდა რომ გაეგდო. 12-3-ს ვეუბნები რომ მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც პირველივე წრეზე 5-იანი და 7-იანი დავასახელე ეგრევე, იმიტომ რომ უბრალოდ მიმიკებზე და ნუ არანორმალური რეაქციები ჰქონდა წყალებში რო თქვა, იმიტომ რომ იხიმოდნენ და ასე შემდეგ და ჩემთვის არ იყო ეს ნატურალური. ეხა თუ ვინ უნდა დავასახელო, აუცილებლად დავასახელო 4-ს
და ყველაზე მეტად აქედან, იმიტომ რომ მერთულება მის წინააღმდეგ თამაში, ველიჯანას დავას გავუშვებდი, იმიტომ რომ თუმცა თუ მაფიოზია ძალიან კარგად თამაშობდა. პირველ 12 ნომერს უსმენთ? კარგად დასახელებულია 800 დავასახელებთ, 800 დასახელებულია, მაშინ პირველს. ხო. ფაქტია, რომ ველიჯანაღა დარჩა, ველიჯანა თუ არ გაიხსნება დეტექტივად, ესე იგი დიმა ნაღდად დეტექტივი იყო, შესაბამისად მე-7 ნომერი ნაღდად მაფია იყო, შესაბამისად მე-7 ნომერს ვინც არ მისცა ხმა, იმაჩვენა ვეძებოთ, ალბათ ასევე მაფია, მათ შორის მეც ვიყავი, იმიტომ მეც არ ავწიე ხელი, იმიტომ ბოლოს კარგად გაიმართლა თავი, თითქმის ყველა ვიყავით, იმიტომ რომ ორმა კაცმა მისცა მარტო ხმა როგორც მახსოვს. 4 მეც მეუცნაურება კიდევ ერთხელ 8-ზე შეტევები, იმიტომ რომ არ ვიცი, ვერ მივხვდი რატო უტევდა წინაზე, მანამდე, მაგრამ ეხლა რაც ილაპარაკა პატა, რაც მე არ მობეწოდოს დიდად ამის საუბარი. და რაღაცა გაუგებარი, ხო ერთი რაღაც შეცდომა იყო, ექშე მექანიკური იყო, რა თქვი რომ პატიოსნებს გილოცავთ მე-7-ს გაშვებას, რომ პატიოსს არ გაგვიშვია მე-7 ღამე მოგდა. ეგ იყო ერთადერთი და დანარჩენი ხო ჯერჯერობით სხვა მე ვიგულისხმე და ექიმზე გაბროს კონდა ის ექიმის ერთი ფაქტია რომ 3-იანი არის ექიმი ნაღდად შესაბამისად 2-იანი ნაღდად დეტექტივი თუ ახლა ველიჯანა არ იტყვის რომ მე ვარ და თუ იტყვი ცოტა საეჭვო ექიმი ამიტომ გვიანია ერთ ნომერს უსმენთ არ ვიტყვი რომ დეტექტივი ამიტომ არა ვარ და არანაირი სრულიად მაგრამ წითლებს აურიო თამაში რა იმიტომ რომ მაგით მხოლოდ ჩემი აზრით მხოლოდ წითლებს და მოქალაქეებს აურევდი თამაშს და არანაირი აზრი არ აქვს. არანაირი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და შესაბამისად 8 ნომერზე ეჭვი ისედაც ქონდა და ეხლა ბოლო ნალაპარაკებიდან კიდევ უფრო გამემძაფრ და მეტნაკლებად ლოგიკაში 10 ნომერს ვენდობი 8 და 4 როდესაც დაასახელა, მაგრამ ამ ორ შორის მე 8 ნომერზე უფრო მაქვს ინტუიცია რომ არ იქნება მოქალაქე და წითელი, რადგანაც გადავწყვიტეთ რომ არავინ არ სხვა მართქვა და 2 ნომერი დეტექტივი დავკარგეთ და მან თქვა რომ 12 წითელიაო, ყველაზე მეტად ამ ეტაპზე ჩემი მოცემულობა უკვე გამოდის ეგრე რომ ვენდობი რომ ის ექიმია, ვენდობი რომ ეს დეტექტივი იყო და 12-ს ვენდობი როგორც წითელს და 6-საც მაგის შემდეგ წითლად ვხედავ. 8 ნომერს ვასახელებ ამ ეტაპზე და თავის მართლება რა კიდე მასახელეს, მაგრამ მაგის რო ხო ცალკე მექნება თუ მაინც და მაინც ხელი აიწია. დასრულდა. ყველას მოგისმინეთ, დასახელებულები არიან 6, 4, 8. 6 ნომერს უსმენთ? ხო, არ ვიცი, საინტერესო იყო მერვე ნომრისგან შეტევა ჩემზე. ვერც მივხვდი, არგუმენტი რა არის რეალურად, იმიტომ რომ თუ მიყვებით დეტექტივის თამაშს, ექიმის თამაშს, ჩემზე მე მგონი არ ვქონს 6 ნომერზე შავად არის გადამოწმებული არ მსგავსი და თუ ისე დავტევ რამე ეჭვები კი ბატონო, არ არის პრობლემა. მე არ ვიცი რა მაქვს, უბრალოდ თავი გასასამართლებელი რატომ აქ ვერ ხვდები და მოусმენ დანარჩენებს და იმის მიხედვით ავწევ ხელს. 4 ნომერს უსმენთ? ხო, ნუ რახან არ გამოჩნდა დეტექტივი ესე იგი სარწმუნოა დიმას დატოვებული სიტყვა. არ ჩემზე შეტევა რა ვიცი, ხა ისეთი რკინის არგუმენტები არ მაქვს შესაბამისად რაღაცა ისე გამოვა რა. რაღაცა სიტყვების რა ხარუხი და რა ვიცი. სუეგარი არის თქოს მინდოდა რომ ანუ სანდო იყო ჩემთვის დეტექტივის სიტყვა. მადლობა. 8 ნომერს უსმენთ? ხო, ეხა მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება 6-ისკენ ცოტა არასრულად ის არასწორად ვისროლე ესე კენჭი და ჩემთვისაც ამ მომენტისთვის 4-ია მართლა ყველაზე საეჭვო. სხვა რა უნდა ვთქვა. ჩემს მიმართაც ვიტყვი რომ მეტნაკლებად ლოგიკური იყო რა შეხედულებებიც გაქვთ, მაგრამ მე გარწმუნებთ რომ არა ვარ შავი და მოკლედ ეხა უბრალოდ აი მთავარი ის თქმაც მინდა განსაკუთრებით პატიოსანი მოქალაქეებისადმი რომ რაღაცა 4 მგონია რომ უკვე არის ასე ვთქვათ მოსაშთობი. მადლობა. დასახელებულები არიან 6, 4, 8 ამ თანმიმდევრობით. ხმის მიცემა იწყება. ვინ ფიქრობს რომ 6-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? არც ერთი. ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? 1, 2. მადლობა და 8 ნომერზე გადავიდა 2 ხმა. 4 ნომრის ბოლო სიტყვა. რავი, პატიოსანი მოქალაქე დაკარგეთ. ამის თქმა შემიძლია. წარმატებას გისურვებთ. 8 ნომერი მაინც არ მომწონს. დავემშვიდობოთ 4 ნომერს. ღამე
დავტოვე თამაში, დონი ვიყავი, პირველად მომიწია ამ როლში ყოფნა და არ არის მარტივი, მოკლედ ემოციების შეკავება და რაღაც სტრატეგიების დაგეგმვა, როცა რაღაცა მცირე ხანში რა, ანუ რაღაც 2 ღამე გადავიარე სულ და დავტოვე თამაში, მოკლედ, რავი, საინტერესო თამაშია და სიამოვნებით კიდე მივიღებდი მონაწილეობას. ყველა სინავს ხელები ავიღოთ მაგიდი და თუ შეიძლება დაიღვიძებს მაფია მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს თონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას მიიღო პასუხი იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს დეტექტივი მიიღო პასუხი იღვიძებს ექიმი და თემდება თამაშ ტოვებს ნომერი 10 ძალიან არ უნდა გაკვირვებოდათ ხო რავი ამაგიდაზე სამიანი არის ჩემიანი ვისაც ვენდობი პირველმა რო 4-ზე არაწია ხელი ცოტა გამიკვირდა სიმართლე რო ითქვას ეხლა გავუშვებდი 8 ნომერს просто ბალანსი ვანქონდა დასახელებული ფონს ვიგებ და რატო 800 შორის თუმეტად 8 კიდე შესაძლოა ბოლომდე დავშჭებს ის ტემპო კი ბატონო ეხლა просто ბალანსის ფონში 8-ს გავუშვებდი და ცოტა ეჭვი შენ კი წითლად ხარ ტატო გადამოწმებული მაგრამ შეიძლება რომ შოგუნი იყოს ტატო რა უფრო აქტიური მინდოდა რომ ყოფილიყავი როგორც მოქალაქე ეგ დამაკლდა მაგრამ არ მომაქვს შენკენ ისა პირველია ჩემი მთავარი კანდიდატურა და 800-ს გავუშვებდი სამიანმა უნდა მოგვაგებინოს მოქალაქეებს მადლობა გავიმშვიდობოთ 10 ნომერს საინტერესო თამაში იყო სასიამოვნო იყო მონაწილეობა ამაში ვიცოდი რომ ამ ღამეს მე უნდა გავარდნილიყავი რაღაცა ზედმეტად გავაწითლე ჩემი თავი და ალბათ შავი გუნდებისთვის ყველაზე დიდი მიზანი მე ვიყავი ახლა გონია რომ პირველი არ არის კარგი კარტი და რო გავარდი არ მომეწონა 11-ის რეაქცია რომ ვახ შენ გავარდიო ანუ ლოგიკურად გავარდი და არ უნდა გაკვირვებოდა ამიტომ რაღაცა 11-მაც შეიტანა ეჭვი 9 ნომერთან ერთად თამაშობდი და ძალიან მეწყინება თუ 9 ნომერი იქნება რა ქვია შავი კარტი იმედია მაინც მეტნი ვართ ახლა მაგიდაზე და ტატო მოქალაქეა და არა შოგუნი და მოვიგებთ ამ თამაშს მადლობა წრეს გახსნის ნომერი 6 იაკუძა და შოგუნი გამოგდეთ ან 11-ს ფოლი ხო ის რომ ერთი კილი იყო რას ნიშნავს რომ ალბათ ამ ეტაპზე უფრო მაგას ნიშნავს რომ ექიმა დაჰილა ერთი მერე იტყვის ხო დაუჰილე 12 ნომერი ხა მეც მისი შოგუნობის ვარიანტი გავითვალისწინე მაგრამ რახან წითელ კარტად დატოვა დეტექტივმა დაუჰილე მაინც რა ხო იდეაში ჯობდა არ გეთქვა მოკლედ არ ვიცი ხო 4 ნომერზე ერთ ფოლსაც ავიღებ რა მაგაზე სანდომე ის გონია რომ როლ დიაკუზა აღარ არის ფიზიკურად ხო არ არის გამოიწვია ბევრად უფრო სანდოვარი ვიდრე რომ იმან დახილა ერთ რამეს ვიტყვი ესე იგი მივყვებით ექიმის 3 ნომერს იმიტომ რომ უეჭველი ექიმი არის და ამ ეტაპზე უკვე ისეთ სიტუაცია მაგიდაზე რომ მაგიდასთან რომ მეორე ნომერი დეტექტივი იყო 4 ნომერზე ავწიე ხელი თანაბრად ვიყავი მე-8-სა და მე-4-ის შორის უბრალოდ მე-4 ნომრის საუბარი საერთოდ არაფრის მომცემი არ იყო ჩემთვის რომ ხვდებოდი რას ლაპარაკობდა
და მერვე ნომერიც დაახლოებით იგივეა, თან ცოტა მეჭვა ჩემზე რომ მეჭვას რომ მერვე ნომერის კანდიდატურას დავასახელებ. მიღებულია 8-იანი. 8 ნომერს უსმენთ? ესე იგი, ჩემი ესეთი დეტექტიური ნიჭი რაღაცებს უკვე მკარნახობს და რაღაცეებში დავრწმუნდი. მეც ვფიქრობ, რომ ვიღაცა შავებმა დატოვეს უკვე თამაში. ფაქტია, პრინციპში და რაღაცა 6-ზე და 12-ზე მეც ხა უკვე ანუ 6-ზე გამიჩნდა, ისევ გამიქრა და ეხლა ისევ გამიჩნდა. 12-ზე ასევე გამიჩნდა ეჭვი და მოკლედ ექიმი მართლა ის არის, კარგი მოთამაშეა და მაგის იმედი მართლა უნდა მქონდეს მე და აბა გამოიცენთ ვინ ვარ. მე ვარ ასე ვთქვათ მშვენიერი გამომძიებელი დეტექტივი და მე უკვე ასე ვთქვათ ხვდები კანდიდატურას მოდი დეტექტივი თუ ხა მაინც გასაგებია ხა უსინდისოა. აი ნაბი დეტექტივი რო იყო, როგორი გასაგებია ეს? ეხა მე მინდა რომ ისეთი ვინმე დასახელებული არავინ არ არის, ხო? მარტო თქვენ ხართ და კანდიდატურა მითხარით? აიც. თქვენ კანდიდატურა მითხარით და დამთავრდა. მოდი იყოს 12. მადლობა. 9-ას უსმენთ? არ ვიცი რა უნდა ვთქვა. მართლა არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ანუ კაი, იაკუძა არის გავარდნილი. თუ დახილა და თუ ეგრე იყო, რა ვიცი, სტატო მაინც მეწითლება ამ მომენტში და მე-13-ს და მე-12-ს ვინდოვის შესაბამის ყველაზე მოდის ჯუბა. არ ვიცი ახლა მაინც თავს ვიზღო. მე-13, მე-12 ლოგიკაში ჯდება, მე-13 უფრო პირველი საეჭვოა. შენ რამით გაიმართე თავი? ან მთელი ისტორია მომიყევი, ვინ გადაამოწმე, რა ქენი, ანუ ყველაფერი, მთელი დინამიკა თუ არ ეხავ თვლი უბრალოდ, რომ პატარა შანსს უშვებ იმაში, რომ პროსტო უაზროდ მოგივიდა, როგორც წავიდა თამაში. და შეცდომა თამაში რომ ცხადი მოიჭველი შეცდომა იყო, წავიდა ფული მომეცი, მაგრამ ხო, ცოტა ისეთი იყო, მოულოდნელი განვითარებები ქონდა თამაშზე ხა. და საინტერესო თამაში იყო. მოიჭველი ტოპ შეცდომა იყო, შეიძლება დიმას, არ ვიცი, აზზე არ ვარ. მოკლედ, მე-6-ს მაინც წითელთა ბანაკში მოვიაზრებ, მაგრამ რაც უფრო დრო გავადა, წნეხი მექნება, ეგეც ბუნებრივად ჩემი მცირდება და ყველაზე ეჭვი გამიჩნდება. შენ დამაჯერე უბრალოდ ამ ეტაპზე რო ეგრეა და მოდი დავასახელებ პირველი ნომერი არის დასახელებული. იყოს პირველი ნომრის კანდიდატურა, იმიტომ რომ შენ თუ ვერ დამაჯერე რამით, მერე შენი გაგდება მომიწევს თუ არა და პირველი. 11-ს უსმენთ? მე ბევრად უფრო დიდი შანსი მგონია იმისა, რომ იაკუძა ფიზიკურად აღარ იყოს ამ ეტაპზე თამაშში, შესაბამისად მაგიტო აღარ ქონდა. მეორე ქილი ასევე ამასთანავე უფრო ლოგიკური მგონია ეგრე ყოფილიყო, არ ამგონია რომ დატოსთვის მე-12-ისთვის ესროლად და დოქს მოკლავდნენ, რომელიც ლიდერია რეალურად ეხა წითლების, ანუ რატო არ ესროდნენ არ მესმის. ამიტომ ჩემთვის ეხა ამ თამაში ორი მაფიოზი არის დარჩენილი, შავი კარტი არის დარჩენილი, შესაბამისად ჩვენ ეხა გვაქვს შანსი რომც ავაცილოთ საერთოდ დავატოვოთ გავაგდოთ ბევრი არაფერი არ იცვლება, ამიტომ მე-8 ნომერი უნდა გავაგდოთ, ჩემი აზრით მე მას ვასახელებ, რომელიც როგორც წინა წრეზე მე-4 ნომერი აბსოლუტურად მისამართოთ უაზრო ისეთ ტიპის ლოგიკებს აყალიბებდა, რომელიც ვასწავლე. არაფერში ვერ იყენებ, ზუსტად იგივეა ამ შემთხვევაში ჩემთვის 8-იანი და სულაც რომ წითელი კარტი იყოს, თუ ორი შავი კარტია დარჩენილი, ბევრი არაფერი არ შეიცვლება და კიდევ გვექნება შანსი პატიოსნეს მოგდეს. მე-8 ნომერს მაინც აცადეთ, იმიტომ რომ შეიძლება მართლა უაზროდ მოუვიდა და ეგ იყო დრო მიეცით, ცოტა რომ თავი დაამტკიცოს. მართლა გეუბნები. და მე-8-ს მერე უბრალოდ ერთ ვიტყვი რომ მე-8-ს მერე თუ ვინმე უნდა დავასახელო, არის პირველი ნომერი მეორე კანდიდატურა. და მირჩევნია რომ ისიც იყოს დასახელებული, იმიტომ რომ მარტო მე-8 არ მინდა რომ იყოს. 12-ს უსმენთ? ანუ ჩემზე სროლა ცოტა სისულელე შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ ყოველ მოსალოდნელი იყო რომ მე დამხილავდა სამი, ანუ შეიძლება ეგ სროლა არც ყოფილიყო საერთოდ. შეიძლება იყო კიდეც რაღაც მაგას თუ მაფია გამოუცდელია მესრო და მე მაწეს და უნდა სროლა ჩემს. მოკლედ მე-8 ნუ არ ვიცი, დეტექტივის შანსი არ არის რომ იყოს 0% მგონია, თუ არის დეტექტივი, მაინც გასაგებია. იმიტომ ღირსია პროსტა, იმიტომ რომ ამდენი ხანი ხან თუ არ ამოიღო და წაგვიყვანა სუსხავ მიმართულებით და ესე აგურია და ხმა არ ამოიღო, როცა შენ თუ დეტექტივი ხარ, დიმამ რო თქვა დეტექტივი ვარ, შენ უნდა გეთქო მე ვარ დეტექტივი, რა შენ ხო არ უბერავო. რა ხან ეგ არ თქვი, ყველა არის
სახეზე. ყველა ვარიანტი გასაგებები ხარ. ჯერ ერთი არ თქვი დეტექტივი ვარო და ერთი არ გითქვა ვინ გადაამოწმე. ერთ კაცზე არ გითხარი. ხო 3 თუ 4 ღამე იყო. ხო? ხო უნდა გეთქვა მაშინ ვიცი რა მე დეტექტივი ვარ და აი ეს გადავამოწმე იყო წითელი, ეს იყო შავი, ეს იყო წითელი. 4 გადამოწმება მქონდა. ერთი არ გითქვა არაფერი. არც ერთ ტიპზე და მე დამასახელე. და არ გადამამოწმე? ეჭვი გაქვს? და მე მასახელებ? არ არსებობს. ნაღადად მაფია ხარ, ნაღადად შავი კარტი ხარ. აი, რავი, შენ რო შავი კარტი არ იყო, დეტექტივი იყო, მაშინ გენიალური თამაში გამოვიდა ჯითუნ გილოცავ. ვასახელებ 8 ნომერს კანდიდატურას. მადლობა. პირველ ნომერს უსმენთ? ესე იგი, აი კი ბატონო, ბაზარი არა გამაგდეთ, მაგრამ ჯერ 8 ნომერს მიმაყიდეთ რა, просто წარმოუდგენელია რა, აი რას ლაპარაკო, რა გამართლებას უძებდი საერთოდ, ან ეხლა სიტყვით გამოსვლა რაც იყო მისი, ან წინები რაც იყო. რას ეძებ უბრალოდ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ აი წარმოუდგენლად აი ჯერ ერთ წინებზეც შემჩნეული იყო რომ სიტუაციურად მოქმედებდა რაც აი მეშვიდე ნორმალმა რომ ახსენა სანამ გავარდებოდა რომ ტრენდი და ჰაიპი რო აიწევა ხოლმე და სულ აი თავის ლაპარაკში ფიქრობს რომელს მიეკედლოს რას რო გაძვრეს აი წარმოუდგენელ ყალბია ეს ყველაფერი უკვე მე რამდენი წრეზეა რა და ჩემი თავის მართლება ეხლა იქნება პირიქით აი 8 ნომრის ამბავი რა ვერ გენდობი მაგაზე რა 8 ნომერს ვასახელებ კიდევ ერთხელ და მე რავი თავს თავის მართლების დრო არც არის უკვე რა და მე-9 ნომერსაც ვასახელებ იმიტომ რომ შემომიდია მე მიღებულია მადლობა 3 ნომერს უსმენთ მე მე-12 თუ არის არ არის დასახელებული და ვასახელებ 30 წამი რომ მიეცეს იმიტომ რომ თქვა რომ ცუდი იყო რომ თქვიო უფრო ეგრო გავიგო რატო იყო ცუდი იმიტომ რომ რაღაც შევნიშნე მაგ ეპიზოდებში და როცა ილაპარაკეს 12 ნომერი თუ შემდეგ წრემდე ვიცოცხლე, ნუ ყოველ შემთხვევაში თუ მომკლეს მაინც მექნება სიტყვა და იქ ვიტყვი რა და რატომ და ნუ 8 ნომრის შემთხვევას, ნუ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ვეთანხმები იმ ამბავში, რომ თუ მართლა დეტექტივია, ძალიან ცუდი დეტექტივია, იმიტომ რომ გაიხსნა გვიან და თუ გაიხსნა იქაც უნდა ეთქვა 1-2 სიტყვა ვინ რა იყო და რა არა, მაგრამ 11 ნომერს იმაში ვერ დავეთანხმები, რომ ახლა ბალანსში ვართ და ერთი წითელი კარტის მკვლელობა ბევრს არაფერს არ შეგვიცვლის, ჩემი აზრით, ეგრე საერთოდ არაა საქმე, იმიტომ რომ იქ შოგუნი უნდა იყოს წესით ცოცხალი და ერთი მკვლელობა თუ მაგიტო იყო მარტო, მე ტატო კი დაუჰილე, მაგრამ სხვას ესროლეს და შეიძლება ტატოს მართლაც არ ესროლეს და მაგიტო მარტო იტალიელი მაფიოზები არიან ცოცხლები და შეიძლება შოგუნი ცოცხალი იყოს და ვერ კლავდეს ვერავის. ამიტომ ხო ტატოს 30 წამი მაინტერესებს, რომ შემდეგ რაღაცებზე აზრი შევიქმნა, რა კანდიდატი ისედაც ბევრია. ყველას მოგისმინეთ, დასახელებულები არიან 8, 12, 1, 9. 8 ნომრის 30 წამი. ხახო, მე ვარ დეტექტივი, მოკლედ, შავი გავარდა, დიმამ რა მოკროცა, ცოტა მეც ვერ გავიგე, რა ქვია, ეს პატიოსანი კაცია და დანარჩენი ეხა თქვენ მიხვდით რა. შენ რა გინდა? ეხა შემიძლია ვინმე დავასახელო. ანუ რასაც გეკითხებიან არის რომ თუ დეტექტივი ხარო, ვინ გადაამოწმე ციფრები თქვი და როგორ. ანუ პირდაპირ ვამბობ რაც ვიცი რა. რომელიც გადაამოწმე. ის არ არის კაცო, ის პატიოსანია. ვინ იყო, ვინც გადაამოწმე იქიდან? რა? დეტექტივი შავი. შავი ეს იყო. კიდე? დასრულდა თქვენი დრო? აი, ერთადერთი შანსი ქონდა, რომ უნდა გეთქვა რომ ეს წითელი იყო. ეგ რო თქვი რომ შავი იყო, ამან თქვა შავი იყო და შენც ამბობ შავი იყო? ორივე დეტექტივი ამბობ შავი იყო? ერთ კაცზე? რას ამბობ ბიჭო? აი, ნუ გასაგები აქვს, ეხლა 8-ზე უნდა აიწიოს ხელი, თუ ეხლა ისე არ მოხდა რომ მაფიაში კიდე ეხლა 9-ზე წავაბიღო ყველაზე მეტად ეჭვმა კიდე ჩემ გასამართლებად ამას გამოვიყენებ, იმიტომ რომ ამასთან ჩაბღაუჭება და ამას ჩაყოლა ამისთან არის თავის დაღუპვა. აბსოლუტური, ასე შენზე მომაკ მე რეჭვი. მე ალბათ ღამე მოვკვდები, იმიტომ რომ ამაგიტო არ უნდა გეთქვა ლაშ, რომ მე ეხლა უეჭველი ვკვდები ამ ღამეს. უეჭველი გამრიდავენ და უნდა გეთქვა, უნდა მოგეთყლებინა და ჰილებითომ და ეგ უნდა ბოლოს რომ მე ერთიანს უსმენთ? ანუ ეხლა მოვკვდები უეჭველი. არ ვიცი რა ვიცი მე ფეიკი დეტექტივიც კი ამბობს კაიკაციაო ჩემზე და რა ნუ გაპაგდებთ მაინც და მაინც ეხლა გამორიცხულია ხო რა მე 8 ნომერზე ავწევ ხელს და ვერც ხვდები ჩემზე რატო უნდა აიწევს ხელი და რითვინ მართლა თავი აზრი არ აქვს მე 12 ნომრის 9 ნომერზე ნათქვამაც ცოტა გამკრა და ვასახელე და იმას ექნება თავისი სიტყვის თქმის დრო და მაგასაც კარგად დავაკვირდები რა და არ ვიცი ეხლა 8 ნომერზე რო ვარ დარწმუნებული ეგრე არასდროს არავისზე და თუ უცდები და ჯანდაბას ჩემი მე შენკენ ვარ ვიცი მაგრამ რუიას ფოლი
დასრულდა თქვენი დრო, 9-იანს უსმენთ. მოკლედ, ეგეთი ამბავი იყო რა, ამან თავიდან რომ დაიწყო რაღაცების თქვა, წინებზეც ვეუბნებოდი, ეგ უთხარი დეტექტივი თუ ხარ თქვი მეთქი, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ქონდა ის შემთხვევა, ვიღაცებს კონკრეტულად ამოდა ეს პატიოსანია, ეს ჩავია, ეს პატიოსანია, ძალიან დადასტურებულად. და მაგაზე შევიტანე თავიდანვე ეჭვია, მაგიტომ ვეუბნებოდი რომ თქვი თუ დეტექტივი ხარ, არ თქვა. დიდია შანსი, რომ უბრალოდ ითამაშა კატასტროფულად ცუდად, ისე როგორც ეს თამაში ისტორიაში არავის არ უთამაშია იმდენად ცუდად. და მაგიტომ უბრალოდ რატო არ მეუნები რიცხვებს რამდენი 3 ღამე ხო ქონდა ხო 3 იყო 3 ხო ანუ ორ კაცზე მითხარი გადავამოწმეო მარტო მესამე ფოლი აიღე ხავე მითხარი დროზე ვინ იყო თუ არა და შენზე ავწევ ხელს არა მეტი არა დასრულდა მაშ შენზე ავწევ ხელს აუ ხმის მიცემა იწყება დასახელებულები არიან ჩუმად ფოლებს ნუიღებ დასახელებულები არიან 8 12 1 9 ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში 1 2 8-იანს ბოლოს თქვა მოკლედ არ ვიცი ხო შეიძლება თამაში რაღაცა ეტაპზე მეავრია თავიდან ბევრი რამე არ მიდოდა თქმა და ნუ ამან რაღაცები შეცდომებში შეიყვანა მართლა რაც ვიცოდი ეგ თქვი ალალად გურწრფელად ანუ არაფერი არ დამიმალია და არც ეხლა ნუ ბოლოს სიტყვას ვიტყვი ვიზე მაქვს ეჭვი და რა მაქვს მაგრამ ნუ პრინციპში მეტი რა თქვა რა ვიცი დაფიქრდით კარგად მაფია ხარ ჯობი არ არა ეხლა არა მაინც 6-ზე მაქვს ეჭვი რა მაინც მე აი რო იტყვიან კარის გაჯახუნების პონტში ვამბობ რომ 6 არის რაღაცა საეჭვო აბა თქვენც იმედია პატიოსნები მოიგებთ თამამად მოდიში თუ რამე ისეთი შერლოკი თუ ვერ ვიყავი დავშიდოთ რა ადამიანს გამე არეულ თამაში გამოვიდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე ნამდვილად როგორც თქვი, დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ თამაშის. რაღაცა შეცდომები მეც მქონდა და აი ყოველ წრეზე მეცვლებოდა მეც რაღაცეები აზრი. თუმცა მაინც მგონია რომ მოიგებენ პატიოსანი მოქალაქეები. ეხლა რო ვფიქრობ, არ ვიცი, რა შემეძლო შემეცვალა და რანაირად იღვიძებს მაფია მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუზას მიიღო პასუხი იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუზა მიიღო პასუხი იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას მიიღო პასუხი იღვიძებს ექიმი ხენდება თამაშს ტოვებს 3 ნომერი მაგას დარწმუნებული ვიყავი ახლა რომ მე მოვკვდებოდი ხო არ ვიცი შეიძლება ძალიან უხეში შეცდომა იყო ჩემ ნუ ზოგადად პირდაპირ ვიტყვი რომ ერთ-ერთი ყველაზე ნუ რა ხა ბევრი არ მითამაშია მაგრამ ცუდი თამაში იყო ჩემთვის ცუდათაც ვითამაშე და ვერც ამ როლში ჩავჯექი და ვერც ეკიმად გამოვდექი გულახდილად ვიტყვი და მე თვითონაც ანუ სიამოვნება ნაკლებად მივიღე რა ასე ვთქვათ ერთს ვიტყვი რომ ეჭვი გამიჩნდა 9 ნომრის მიმართ არა მარტო იმიტომ რომ იცავდა 8-ს არამედ იმიტომ რომ ნუ ახლა ეს ცოტა ჩემი დამყოლობის ამბავიც არის მაგრამ 9 ნომრის ნიშნებით ავიღე ფოლი რომ მე თქვა რომ დავჰილე 12 რა ასე ვთქვათ არ ვიცი ახლა ეს რამდენად ცვლის რამეს ან არ ცვლის თუ ვინმე ფიქრობთ რომ ამ ღამით ვინ დავჰილე უნდა ვთქვა რა ვიცი აიგეთ ფოლი და ვიტყვი თუ ფიქრობთ რომ არ უნდა ვთქვა არ ვიტყვი ნუ ჩემი კანდიდატი მაქსიმალური ვინც შეიძლება ვიეჭვო ისიც არის 9 ნომერი რა მე ვერაფრით დავიმშვიდობთ 3 ნომერს ბოდიში მოქალაქეებს და წარმატებები პირიქით რა
რავი, მომიწია როლი ექიმი, სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც არ მეკომფორტულა, იმიტომ რომ საპასუხისმგებლო როლი არის, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდი ფიზიკურად და ამიტომ ვინ დაჰილო, ვინ არა, ცოტა რთული შესაძლებელია. რაღაც შეცდომები შეიძლება დაუშვი იქედანაც რო ფოლი ავიღე იმაზე თუ ვინ დაუჰილე და არასწორადაც დაუჰილე, როგორც შემდეგში აღმოჩნდა. იმედია პატიოსნები ჩემი ამ შეცდომებით არ წააგებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ზარალიც არ მიმიყენებია, მაგრამ ბევრიც ვერაფერი ვერ მოუტანე და ცოტა ამაზე გული მწყდება. სიამოვნება მივიღე მაინც და მაინც ამ თამაშით მეთქი რო გითხრათ მოვიტყუები, მაგრამ თვითონ თამაში იყო ძალიან ჩახლართული, რამდენიმე შეცდომის და რამდენიმე სწორი თამაშის გამო რაღაცა კაი ხელოვნება მიდის და იმედია მოქალაქეები გამარჯვებულები დარჩებიან. წრეს გახსნის ნომერი 9. ვიცოდი მესამე რო გავარდებოდა, მესამეს იმიტომ ვთხოვე რომ იგი თქვა რომ მეტი სიცხადე შემოეტანა. შეიძლება მოეტყუებინა და სხვაზე ეთქვა, ეგ არჩევანიც ჰქონდა. მე მერვეს იმიტომ ვიცავდი რა მიზეზებიც გითხარით და მაგას გასამართლებელი თავინა და არ მაქვს რომ უბრალოდ რა ლოგიკური დასკვნებიც ჰქონდა იქიდან გამომდინარე ვუშვებდი რომ შეიძლება არ ყოფილიყო და იქნებ დეტექტივია მართლა და არ დაუკარგოთ ერთიც და მივცეთ მეთქი. ოკეი. ყველაზე რადიკალურები და დუეტში ვინც მიტევენ არის პირველი და ყველაზე რადიკალური ამ შემთხვევაში ჩემი მიმართ არის პირველი, მე-12 წაყვა. ლოგიკურად წავალ მანდეთ, იმიტომ რომ ეხა მესამე ნომრის ეჭვით წამოვიდა ჩემზე დაუსაბუთებელი და ლოგიკურია რომ ეხა ჩემკენ გადმოვა მაფიის საურონის თვალი. პირველზე დავრჩები. Substitute ვარიანტი მე-12 მაქვს, მაგრამ ბოდიში ამ ეტაპზე უკვე ვერცერთს ვერ გენდობით. იმიტომ რომ ნებისმიერი შეიძლება იყოთ. მე დავაკვირდები ერთი რამდენად სისტემური იქნება თქვენი გადაწყვეტილებები და რამდენად ლოგიკურად მიყვება ვისაც. ვინ მივიღო კანდიდატურა? პირველი. მიღებულია. 11-ს უსმენთ? მე 9-სთან დაკავშირებით უბრალოდ რო თქვა, არ ძალიან ლოგიკური იქნებოდა მისი მხრიდან უბრალოდ მაუხრებელ მკვდარსო ჩაყოლოდა და ანუ მაფიოზ შავი რო იყოს შეუძლებელი მგონია რომ მე-8 ნომრის გამართლება დაიწყო. ეს ერთი რიცი თქვა შემიძლია. აი ხა დადასტურდა რომ წინაზე უკვე იაკუზა არ იყო თამაში, იმიტომ რომ მეორე ქილი არ გვაქვს შესაბამისად დოკის დატოს და ხილვაც არაფერს უეშ არ არის. სავარაუდოდ უბრალოდ არ იყო ეგ მეორე ნასროლი. ყველა მე ისე პოზიტიურ ჭრილში უყურებ ამ ყველაფერსაც ახლა აქ ხდება, იმიტომ რომ არ პატიოსანი როგორც აქამდე გითხარით და ალბათ სადაც ცხადად ჩანს, მგონია რომ შეიძლება ახლა ერთი შავი კარტი იყოს მხოლოდ თამაში, ამიტომ როგორც წეღანა უნიშნე, ასე რომ შეგვიძლია ჩემი აზრით რომ წითელმა კარტმა ისეთი მოთამაშე გამოვიშოროთ, რომელიც რეალურად არაფერს ცხადს არ გვაძლევს, ტატო ალბათ წითელია, იმიტომ რომ არ მგონია რომ შოგუნი ყოფილიყო და ამ დრომდე ყოფილიყო ასევე თამაში და თუ ვინმეს დავასახელებდი ამ ეტაპზე მოვიშორებდი, არის პირველი ნომერი, იმიტომ რომ უკვე ბევრჯერ დავასახელე პირველი და არ შეძლია. არის. მადლობა, 12-ს უსმენთ? მაფია თამაში, მაშინ, короче, იაკუზა თუ გასულია და მაგით ვახდება უკვე მეორე ღამე აუდიმპლელობა, ან ერთი ვარიანტია რომ უბრალოდ ექიმი იხილავდა იმ ადამიანს, რომელსაც ორჯერ წავიდა მკვლელობა და დაემთხვა, შეიძლება ეგეც მოხდარიყო, ყველაფერი შესაძლებელია. მეორე ვარიანტია რომ მართლა შიოგუნი შეიძლება თამაში და იაკუზა არ არის, ანუ ვერ კლავს, ხო? და მკვლელობა გვაქვს ერთი, ანუ მაფია თამაში. შესაბამისად, მაფია თუ თამაში პირველი ნადათ არაა მაფია, იმიტომ რომ უტევდა 8-ს. ერთ-ერთი კაცი რომელიც 8-ს უტევდა პირველი იყო. ასე მაფია ვერ იქნება, იმიტომ რომ ის ნადათ მაფია იყო. ანუ მაგი რაღაციდან უნდა გამოვიდეთ, რაღაც თქონდა ვიმჟღოთ ლოგიკურად, ხო? რაღაც ლოგიკა არის იმაში, ორი იყო ნადათ დეტექტივი და მე-7 ნომერი იყო ნადათ მაფია და მერვე როგორც გაიხსნა ცუდად დეტექტივად, ვერ დავიჯერებ მე მაგის დეტექტივობაში, შესაბამისად მერვეც მაფია იყო, შესაბამისად პირველი მაგიტო არ მგონია მაფია, რომ მერვეს უტევდა. სხვა ლოგიკა მე აქ არ მაქვს. შენ კი მესმის რომ ძალიან იდიოტიზმია იმის წარმოდგენა თითქოს რომ ჩაყოლოდა, მაგრამ ჩაყოლოს ცოლობაც არ იყო, ეს იყო რომ ისე ცოტა მოდი ასე. ჩაყოლოდა ხელი აწია კაცო ფოლი დამიწერეთ. ხელი აწია იმაზე ეგრევეთ ამ ბევრი არც უფიქრია. ბოლო მომენტში და აბსოლუტურად დადგმული იყო მაგის ეს ეთონ ჩაყოლის სცენა მაინც. ხოლოსია, გეტყვი რატო ავწიე? ვუთხარი კონკრეტულ ტიპს თუ არ იტყვის და ასახელე ხელ შენზე ავწამეთ. პირობა შევასრულე. აღარ გაქვს, მაგრამ პირობა შევასრულე. კანდიდატურა ჩემი 9 და ბოლოს აწია ხელი, მართლა არ აპირებდა ხელს და ბოლოს აწია ხელი, ცოტა ისე კი. პირველ ნომერს უსმენთ? მოცემულობა ჩემთვის არ შეცვლა, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 9 ნომერმა დამასახელა მე და იმიტომ რომ მიტევს, რომ ამ დროს კარგად გაიხსენეთ 2 წლის წინ თვითონ უბრალოდ მანიშნა მეც დამასახელი სიტყვა მინდაო რომ თქვაო და ეს თურმე რომ მანიშნა და მეც ლის მერე 9-ს ვასახელებ მეთქი
ჩათო ეხლა გაყიდა ესე რომ მიტევსო და აი ეს არის რა ქვია ამიტომ მაფიოზი შეიძლება იყოს მოკლედ რა ჩემთვის არაფერი მოცემულობა არ იცვლება ჯერჯერობით რაც მივყვები თუ მცდარი გზა არის არაფერი არ მაქვს საპირწონედ რომ ვიფიქრო რომ ეს მცდარი გზა არის სადამდე ბოლოს 3 წერია მივდიოდი ისევ მივდივარ ამ შემთხვევაში მე ისევ შევუტევ 9 ნომერს და ალბათ მას შემდეგ 11 ნომერს რა ჯერჯერობით ნუ თუ 6 ნომერში თავიდანვე არ მქონდა ეჭვი და ჯერჯერობით არ გამჭენია და რა ვქნა არაფერი არ უთქვია ისეთი რომ ის ყოფილიყო რა ქვია საეჭვო ყოფილიყო ეგ არის და ეგ კანდიდატურა 9 მადლობა სანამ 6 ნომერზე გადავალთ დასახელებულები არიან 1-9 6 ნომრის 1 წუთი ხო ჯუბა ანუ მე-11 ნომერმა მთხოვა დამასახელეო და ვასახელებ პირველ რიგში ეგ და მე მეორე ხო უცებ ჩავატევ ავის მე-8 ნომერმა მაინც ბოლოს მე-6 ნომერი მგონია შავიო, მაგრამ რაც ილაპარაკა ვინ გადაამოწმა, ჩემზე მაინც ეთქვა, ხო, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ანუ გადავამოწმე და ეს არის შავი. სხვები გადაამოწმა და ამბობს ჩემზე მე რომ ეს გონია შავი, ნუ ავი დეტექტივი რო ხარ გონიაზე, მით უმეტეს ამდენი წლის მერე არ უნდა იყოს ეს. მე სამწუხაროდ ვარ დეტექტივი, თორე რაღაცები მეგო, ეხლა მაგას იმიტომ ვამბობ, რომ არ ვიცი რა უნდა მეგონოს საერთოდ რა, ისეთი სიტუაცია, ანუ მე-9 მე-11 ნომრები უტევენ პირველ ნომერს, პირველი ნომერი იქით მე-9 ნომერს და რომ რამე მე-11-ესაც შეუტევო, მე-12 ნომერი ყველაზე წითელია იდეაში და მე უნდა მივყვებოდა ყველა წითელი, იმიტომ არის რომ დეტექტივის დატოვებული წითელია ერთადერთი გადამოწმება მოასრო დეტექტივმა და წითელი არის და იდეაში მეც მგონია რომ ერთი შავი კარტია მხოლოდ დარჩენილია, ასე რომ არც იაკუზა არ არის არჩეული. ასე რომ ჯერჯერობით კიდე მოვისმენ რა სიტყვიან 70 წამში არ ვიცი. მადლობა. დასახელებულები არიან 1-9-11. პირველ ნომერს უსმენთ? ეს კი არ მქონდა მოფიქრებული. ეხლა უნდა მეთქვა თავის გასამართლებელს. ხო, ეს არა ქვია. არა, კიდე ერთხელ რა ვიცი, ეხლა 8 ნომერი რო გავარდა და მე-6-ე დაასახელა, ეს კიდე უფრო მეტად მიწითლებს მიმოქალაქებებს მე-6-ეს რა და 12 ნომერზე თავიდანვე რახან გეზი ავიღეთ რო თქვა რომ წითელიაო, წითელი იყო და ასე რომ ჩემთვის არაფერი არ იცვლება თუ ხელის აწევა არის და ციფრები 12 და 6 მოგმართავთ ამ შემთხვევაში და სულთქენით რომ დარწმუნებული თქვენზე ვარ მოაწევთ ჩემზე. 9-იანს უსმენთ? 12 შეიძლება შოგუნი იყოს ერთადერთი გზა ეგ არის. არ ვიცი ერთი არის შავი თუ ორი, ერთი ფაქტია რომ არის შანსი რომ მეორეც იყოს. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ, არ ჩავყვებოდი ამ ჩეინში პირველს ვასახელებ და პირველი ჩემთვის შავია, რატო გადავყევი რვიანს, იმიტომ რომ შეიძლება და ორი ყოფილიყო მაფია. და მანდედან გამომდინარე დავუშვი რომ მერვე შეიძლება და ყოფილიყო წითელი კარტი, არ დავიცავი ეგრე. ცხადად ხელი ავწიე, იმიტომ რომ რაც უთხარი ეგ შევასრულე უბრალოდ რომ თუ კონკრეტულად არ მეტყვი რაოდენობას ხალხისა ვისაც შეამოწმე და გააწითლიან გააშავე შენ დაგასახელებ მეთქი, ეგრეც ხენი მეორე ნომერს ჩანს უშვებ რომ 50-50 არის ჩემთვის და არ არის სიტუაცია სადაც ამის ხარეს ვიჭერ ან იმის ხარეს, ორივეს ლოგიკას ვითვალისწინებ. ორივეს ლოგიკაში ხვრელი ეგაა რომ პირველი არის ჩემთვის. დასო 11-ს უსმენთ? ეხლა ყველაზე წითელია მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში შოგუნი არის თუ არ არის მე-12 ნომერი. შესაბამისად ერთი თხოვნა მექნებოდა და აქამდე არ მეგონა რომ ბოლო ვიქნებოდა, თორე მან საერთოდ არ დავასახელებდნენ, მაგრამ რომ ვისთან ერთადაც თამაშობ რო გითხრა უკეთესი იქნება, იმიტომ რომ აქ ვართ თამაშები, რომლებიც თანმიმდევრულად მიყვებით რაღაცებს. კიდე ერთხელ შეგახსენებთ, რომ მე ვიყავი ადამიანი, ვინც 5 და 7 დაასახელა პირველად, ასევე 4 გავაგდებინე, მგონია რომ ეხა ერთი შავი კარტი არის მაგიდაზე და რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ეს არის ერთი ნომერი. და უბრალოდ თუ რომ გაგრძელდეს თამაში, თუ წითელი კარტი გაქვს 12 ნომერო, მაქსიმალურად იქნება რაღაცნაირად გუნდი შევკრათ რომ მოვიგოთ რა. ხმის მიცემა იწყება. დასახელებულები არიან 1-9-11. ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ პირველმა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? იქ ხელია აწეული? ორი ხმა. ვინ ფიქრობს რომ 9-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა? 9-იანის ბოლო სიტყვა. არ ვარ მაფია, არც იაკუძების და ასევე იაპონური კლანის წარმომადგენელი. პირველი ნომერი არის ჩემი აზრით ჩავი, მაინც ეგრე მგონია, მაგრამ ყველა თქვენგანზე ვეჭობ და არავისი არ ვარ შუარ, ტატოთ შეიძლება შოგუნი იყოს, თქვენ შეიძლება შავები იყოთ. არ ვიცი, მე არ ვარ შავი ყოველ შემთხვევაში, სისულელექენით ვინც ჩემზე აწიეთ და წითელი იყავით, არ ვიყავი შავი. დავამშვიდობა 9 ნომერს. გამომაგდეს და ალბათ 1 ან 2 წითელია დარჩენილი, მე-6 ნომერმა ბოლოს ჩემზე გადაწყვიტა ეჭვს მიტანენ და სავარაუდოდ მე-6 იქნება. 1 ან მეორე, რა ვიცი, ნახოთ, შეიძლება მე-11-იც იყოს, დანარჩენებიც შეიძლება იყვნენ. პირველმა ნომერმა ვერ გათვალა ჩემი პატიოსნება ან თვითონაც მაფიოზია, მაგრამ არ ვიცი რა, ვინ შეიძლება იყოს, დაბნეული ვარ ცოტა ამ მიმართულებით, მაგრამ ხო შეცდომა რო დაუშვეს ფაქტია, მაგრამ ალბათ კიდევ ექნება ჩანსი რომ მოიგონ, ასე რომ გულშემატკივრობ წითლებს.
ყველას ძინავს ივიძებს მაფია მიიღეს გადაწყვეტილება ივიძებს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი ივიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას მიიღო პასუხი ივიძებს შოგუნი და იაკუძა მიიღეს გადაწყვეტილება ივიძებს დეტექტივი მიიღო პასუხი ივიძებს ექიმი მიიღო გადაწყვეტილება და თემდება არ გვაქვს პრობლემა? თამაში ტოვებს ნომერი 11. 12 ფოლი. მოკლედ ყველაზე წითელი კი არა ალბათ ტატოშენ პატიოსანი ხარ, იმიტომ რომ შოგუნდა ყოფილიყავი მოიგებდი, წეღარო დაგეჯერებია ჩემთვის. ეხა ბევრად უფრო კაი სიტუაცია გვექნებოდა, იმიტომ რომ პავლიკასა და გაბროს შორის მე-6 და მე-10 ნომერ მე-9 ნომერს შორის გვექნებოდა არჩევანი. ეხა სიმართლე გითხრა, ნუ მე პირველი მეგონა, მაგრამ სიმართლე გითხრა, არც იმას არ გამორიცხავ, რომ მე-6 ნომერი იყოს, იმიტომ რომ ისე მიცა ხმა 9 ნომრის გაგდებას, რომ გონია რომ მე ერთს უფრო გააგდებდა და ეგრე მოიგებდა, რადგან ერთი კაცი, ერთი მაფია თუ იყო და შენელ 5 კაცში, ეგეთი ამანწივრა უფრო ერჩივნა, იმიტომ რომ ელჯანა რო ერთი ნომერი რო გაგვებდა, მე ყველა ვარიანტში სავარაუდოდ ალბათ 6 ნომერს მოვიშორებთ. არ ვიცი. მე ვიყავი წითელი და თუ ძალიან რთული არჩევანი გაქვს, ჩემი აზრით შეცდომა იყო წინა 9 ნომერი არ უნდა გაგვეგდო არც ერთ ვარიანტში ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ეხა ალბათ თუ ვინმე უნდა გავაგდოთ, მაინც ალბათ ნუ მე კი პირველი მეგონა, მაგრამ მე შენ ადგილას ეხა 6-იანს გავაგდებდი. დასრულეთ. დაჟდოთ ერთ ნომერს. იმიტომ რომ რა თამაშიც იყო 6-იანი დროიზო. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. საინტერესო განვითარება ჰპოვა თამაშმა. მე ძალიან მეგონა ბოლო 5 ადამიანში რომ პირველი ნომერი ანუ ელჯანა იყო მაფიოზი, მაგრამ ბოლო ქმედებებით რა ქმედებებით პავლიკამ გიორგი პავლიაშვილმა გააკეთა, ცხადი გახდა ჩემთვის რომ ის არის შესაბამისად ეს სიტყვას დავტოვე და იმედია ტატო მეიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მოგვაგებინებს პატიოსან მოქალაქეებს და გააგდებს პავლიკას ელჯანასთან ერთად. თამაში ძალიან სასიამოვნო თამაში იყო, ძალიან მაგარი აურაა და ყველას არ ვიცი, მოვიდნენ აქ ითამაშონ ურჩევ რა, მადლობა დიდი. გილოცავთ მეგობრებო, ეს არის ფინალური წრე, ამ წრეს ქვია ლატარიის წრე, აქ რა მოხდება არავინ არაფერი არ იცის, ჩემი რჩევა იქნება რომ ყველას კანდიდატურა დაასახელოთ და ყველა უფრო მეტი ისაუბროთ. წრეს გახსნის ნომერი 12. აი, ერთი შავი კარტი გვაქვს თამაში, ნაღდად, შავი კარტია თამაში, ნაღდად. ანუ ნაღდად შავი კარტია თამაში, იმიტომ რომ პრობლემები ხდება, შესაბამისად ან იაკუძა, ან მაფია და თქვენ ორიდან ერთ-ერთია ეგ. მე ნაღდად წითელი ვარ, ორივემ კარგად იცით ეგ. რომელიღაცა ხართ მაფია, ან იაკუძა, რა მნიშვნელობა აქვს, შავი კარტი ხართ და მე უნდა გამოვიცნო ახლა რომელი ხართ და ჩემი ყლე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს საერთოდ. მაგასთან დაკავშირებით. ერთ შემიძლია ვთქვა, რომ მერვე ძალიან საეჭვო იყო და ნაღდად მაფია იყო და შენ უტევდი მერვეს ერთ-ერთი ეგ მენიშნა, იმიტომ რომ რავი ყველამ 4-ზე აწია ხელი და შენ იყავი ერთ-ერთი, ვინც 4-ზე არ აწია. და 8-ზე გააგზელე შეტევა. პავლიკა არ უტევდა 8-ზე. 10 წამი? ერთი ეგ იყო, მეტი არაფერი არ მაქვს საერთოდ. მაგრამ შეიძლება იაკუძა იყო და მაგიტო უტევდი, ანუ მაინც კანდიდატურა მოდი პირველს დავასახელებ და ვთხოვ რომ პირველმა დაასახელოს 6 და 6 ნომერი ისე. პირველს დასაწყისში 6 დავასახელებ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ერთმანეთი დავასახელო და ყველას მეტი დრო გქონდეს სასაუბროდ და რაც 12 ნომერმა თქვა მეც უბრალოდ იგივე დღეში ვარ, საშინელი სიტუაცია არის, მე კი ვიცი რომ წითელი ვარ, მაგრამ აი დარდი თქვენთვის ორივესთვის ეგ ამბავი, მხოლოდ მე ვიცი და მე მანერვიულებს ეგ ამბავი და ერთადერთი ფოლია იღეთ თუ დაგჭირდა და შემახსენეთ, როდესაც გავარდა დეტექტივი ვარ 2 ნომერმა თქვა, რის საფუძველზე თქვა, ეხლა ვეღარ ვიხსენებ კარგად 12 ნომერზე რომ წითელიაო, გადაამოწმა
თუ ოღონდ გადაამოწმა, მაგრამ შეიძლება მაფიოზი არ ყოფილიყო, შავი კარტი არ ყოფილიყო, მაგრამ სხვა ყოფილიყო. თუ აი როგორ შეიძლება მან რის გამო რა გამოვრიცხოთ ჩემ თავში უკვე და შოგუნი შეიძლება ყოფილიყო, ხო? შოგუნი არ მოწმდება მხოლოდ. ხო, სიტყვაზე. ეგ ვერსია, არ ვიცი, წარმოუდგენა არ მაქვს რა. მხოლოდ 6 ნომერს იმიტომ ვასახელებ, რომ ყველას კონდეს დროის. ხო, არ ვიცი. და მეცო? დასრულეთ, ხო? კი. 6 ნომერს უსმენთ? მე-11 ნომრის ბოლო სიტყვა როცა ჩემზე წამოიღო ისრები, რატო არა წია ხელი პირველზე და 9-ზე აწიაო, რავი, მე ლოგიკას გავყევი მხოლოდ იმას, რომ 9 ნომერი ბოლოს რატომღაც მერვე ნომერს კი ეგ შეიძლება არ ნიშნავდა იმას, რომ გინდა თუ არა შავი იყო, მაგრამ ხელჩასაჭიდიც აღარაფერი არ მქონდა საერთოდ, რატო შეიძლება და ამ შორის რომელიმეზე წამეღო ისრები. და ის რო ეხა მერვე ნომერს, რომელიც შემდის აშკარად შავი კარტი იყო, იმიტომ რომ დეტექტივი მეორე იყო და მაგ თამაშს მიყვები. ამ წრემდე და ამ მომენტამდე ავწიეთ 9 ნომერზე ხელი. მე-11 ნომრის არგუმენტი რაც იყო, რომ მე შეიძლება ყოფილიყავი შავი. მეც იგივე დღეში ვარ, რა დღეშიც თქვენ ხართ, რომელიღაცა, ანუ ტატოს თამაშიც მიყვები, იმიტომ რომ მეორე ნომრის მჯერა თავიდანვე და მგონია რომ წითელი კარტია. შესაბამისად, მე-12 ნომერს მაინც ვასახელებ, იმიტომ რომ ყველამ ვილაპარაკოთ. მაგრამ მე ეგ ვიცი, რომ წითელი კარტი ვარ, ასე რომ არ ვიცი, საინტერესო არის რა დასასრული ექნება ამ შეხვედრას. მადლობა. ყველას მოგისმინეთ. დასახელებულები არიან 1, 6, 12. ყველას მოგეცემათ 30-30 წამი და პირველ ნომერს უსმენთ. სალაპარაკოც კი გამომელია იმდენად რთული სიტუაცია არის და ანუ თავის მართლებას ვერ დავიწყებ არანაირი არგუმენტი მე არ მაქვს უბრალოდ ერთადერთი 6 და 12-ს რომ მოусმენ, აი ბოლო მომენტში გადავწყვეტ ხელს რომელზე ავწევ და ალბათ იქაც 50-50-ზე ვიქნებ. სამწუხარო არა ესეთი არჩევანი წინაშე დავდექი მე როგორც მოქალაქე, თქვენ არ ვიცი. ბოლომდე 50-50-ზე ვაქვს თქვენთან ეჭვი, სამწუხაროდ. 6-იანს უსმენთ? ხო, არ ვიცი, მე არ მაქვს 50-50 რეალურად, ხო, იმიტომ რომ ტატოს თამაშს მიყვებით, მაგრამ ნუ რეალურად ეგრე გამოდის, რომ გამორიცხული არის შოგუნი იყოს, არ ვიცი, მოკლედ გამორიცხულია შოგუნი. ხო, მაგას ვფიქრობ ახლა. შესაბამისად არ მაქვს მაშინ 50-50-ზე და ჩემი ხელი პირველ ნომერში წავა, მე ვიცი რომ წითელი კარტი ვარ, დანარჩენი ვერაფერს ვერ ვიტყვი, გადაწყვეტილება არის მისაღები, რეალურად შენი მისაღები ეგრე გამოდის. დასრულდა. 12-ს უსმენთ? ეგრეა, ჩემი გადასაწყვეტია. ერთადერთი მე შოგუნი ვერ ვიქნები ვერანაირად, იმიტომ რომ კლუბები ხდება. შესაბამისად ანიაკუძაა დარჩენი ან მაფია, შოგუნი თამაში არ არის. ხო. რახან კლუბები ხდება. ესე იგი შავი კარტია ყველა ვარიანტში. მე წითელი ვარ. შესაბამისად ერთადერთი ველიჯან, ეხლა ხელს ვწევ შენზე. ერთადერთი. არანაირი არგუმენტი არ მაქვს. რაც იბაზრა მე-11 ლოგიკა მესმის მისი პავლიკაზე რაც ილაპარაკა მესმის აბსოლუტურად, მაგრამ აი ახლა რომ დავრჩით ერთადერთი ვარიანტი, რომ რა ვიზე რომელიმეს ავწიო ხელი, არის შენზე ვწევ მარტო იმიტომ, რომ შენ თქვი რომ 50-50-ზე მაქვს და 50-50-ზე ვერანაირად ვერ უნდა იყოს, იმიტომ რომ წითელი ვარ გადამოწმებული და შავი კარტია თამაში ნაღდად 100% შავი კარტია თამაში, იმიტომ რომ კლუბობა ხდება. ამიტომ ერთადერთი მაგიტო ვწევ შენზე ხელს, ხო? მეც ვერაფერი. დაფიქრდი მარტო იმას ამ ჩემზე ხელს აწევ. რომ ის ბევრად მომგებიან სიტუაციაშია, რადგანაც ჩვენ შევთანხმდით, რომ შენ წითლობაზე მივდიოდი თავიდანვე სიტყვაზე და ეგრევე მე მასახელებს, რომ შენც აგიყოლიოს. მაგას დაფიქრდი. დასახელებულები არიან 1, 6, 12. ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს, რომ 1-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? ვინ ფიქრობს, რომ 6-იანმა? და მივულოცოთ მაფია! 6 ნომერი იყო მაფია. ოჩა, ბრავო. ბოლოს ვერ გაგაწმუნდა. ბოლოს გაწულა. ისა რო ერთ. ერთი მაგოიესა როგორ შოიც ერთი დეტექტივი ვიდებ. ახლა იყო ბიჭო? ვინა, 8 ნომერი იყო დეტექტივი? ხარდა ოფცე. ერთი ტაში ხალხი. არა ძმაო. ბიჭო ბოლოს. რაც და ბოლოს მაგამ ბიჭო გიხარ. ფანი ხო ავიღე და გაგიმარტებენ. რა იცო ბიჭო აი მივხვდი რომ ანაირად მომწარი ყავის. ყველაფერი ქნავა საგვიჯერებინა. გაჯის? ბიჭო დეტექტივი დამოწ. ერთიანი ხო? პირველი ეხლა მაგას გროტო ათვი შეჭება თამაში დრო.
გადაიმოწმო არა ეს კაი კაცია ეს მოსი იმასთან მისასალმები რა ისა კაი ძალიან მაგარი თამაში იყო ეს იყო მაგარი თამაში 2 6 და 4 არიან მაფიოზები იაკუძას გუნდი იყო შოგუნი იყო 5-იანი და იაკუძა იყო 7-იანი დეტექტივი 8 ნომერი და 3-იანი ექიმი რომელმაც შესანიშნავად ითამაშა გამაგდებდნენ რა იწლებოდა ბევრი მაგით მეგობრებო ძალიან საინტერესო თამაში იყო ფინალამდე მივიდა რაც დარწმუნებული ვარ რომ მოეწონება ჩვენ მაყურებელს ჩვენ პირველ რიგში გაითვალისწინეთ რომ არ ვართ გამოცდილი მოთამაშეები ჩვენ პირველ რიგში ვაკეთებთ შოუს თქვენთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს ასე რომ ხარში დაგვიდეკით გავგვამხნევეთ გულები გაგვისპამეთ ეხლა ყველა მონაწილეს ვთხოვ რომ MVP-ები დავასახელოთ ერთი შეხედვით წაგებული თამაში მაფია მოიგო ვულოცავ დეტექტივის პირველ ნომერს ვთხოვოთ რამოდენიმე რა თქმა უნდა ოკეი გავიგე ჩამოტარებით ну 6 ნომერია რა მაგარი მოთამაშე რა მოიგო და წესით მოგებულიც უნდა იყოს. ხებმაც რამდენიმე ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ну 6 ნომერს ჩემი დიდი რესპექტები ბოლომდე თან რომ ამოვიჩემე, გასულ თავიდან წითელი მეთქი აღარ ჩამოვიჯექი მაგ ცხენით. რატომღაც მქონდა იმდენჯერ მოგივიდა მაფიის კარდი რომ ალბათობის თეორიით თავიდან დაუშვი, ალბათ ეხლა მაინც არ მოუვა მეთქი, იმიტომ რომ სულ ამოგდიოდა ბოლო პერიოდი. ეგრებს არ ნიშნავს, მაგრამ მაინც და ეს რა ქვია, ანტიჰირო შეიძლება დავასახელო? არა. ერთი გზა გვაქვს. თავი კონცერტ პალატაში. ჩემი. შანსი არა, მოგიგებო. ძალიან გახარებული გავდივარ ამ ოთახიდან, როგორც იქნა. ძლივს ჩემი MVP არის ჩემი შესანიშნავი შავი გუნდი. პავლიკამ ვაფშე პავლიკამ საერთოდაც ისეთი დაკლაჩა ბოლოს წესითები გააკეთა რომ რავი რაღაცა მათემატიკა და ალბათობა რო ითვლის ხოლმე ფაქტიურად რავი შანსები შეიძლება 5%-ზე ქვემოთაც იყო იმიტომ რომ დარჩენილი იყო ყველას წინ თავის შავი ოპტა სტატისტიკით ეხა მომაწოდეს იყო 8% გამარჯვების და მიხარია რომ მოვიგეთ ძალიან კაი თამაში იყო მადლობა ყველას ბატა მე ვიყავი დეტექტივი და შენ თქვი რატო შენ რომ მიკროფონი შენთან თქვი რატო დაიბრალე დეტექტივობა მადლობა ყველას სამი ნომრის გახსნა და თავის გადარჩენა იყო იდეალური მოგებული მქონდა მაინც მე მაქვს სხვა ვარიანტი არც მქონდა დარჩენილი პრინციპში მაგრამ ჩემი თამაშით მაყოფილი არ ვარ ახაც დავაფიქსირებ ზოგადად ექიმის როლი არ მომეწონა ულახდილად ვიტყვი იმიტომ რომ გაკ რაღაცა ვალდებულებები გუნდის მიმართ, მაგრამ ბერკეტი არაფერი ხელში არ გიჭირავს, რის მიხედვით იმოქმედო, ამიტომ ძალიან დისკომფორტული იყო სიმართლე გითხრათ. MVP-ით მეც 6-იანს გავიყვანდი, მით უმეტეს მეც ისე ჟარგონულად ვიტყვი და მეც მაჭამა ბოლო ღამეს საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, ანუ ტატო უკვე დახილული მყავდა, სხვებზე არავისი არაფერი არ ვიცოდი და რატომღაც პავლიკა დაუხილე და თურმე ვერავინ ვერ მოკლავდა მის თავს არ მოიკლავდა ბუნებრივია. ხო, ეს დონის როლში ყოფნა არ იყო რა მარტივი, იმიტომ რომ და ემოციების შეკავება გიწევს რა და რო არ გაიშიფრო უცებ. ძალიან ვეცადი, მაგრამ მეტყობა გავიშიფრებ. თუმცა ეგრევე გაიშიფრა დეტექტივიც, რომელიც ეგრევე ამოვიცა. პირველივე რამეს გადაამოწმო დონმა. ხო, ასე რომ ერთი არის ბატა. იმიტომ ეს იმას კენი, ხო? კი, კაი თამაში იყო, ჩემი MVP არის პავლიკა, 6 ნომერი. რა ვიცი, გილოცავთ. მადლობა დიდი. ხა პირველ ღამეს მოხდა ესეთი რამე, რომ მარჯვენა ხელმა ესევე იაკუძა იპოვა, დონმა ესევე დეტექტივი იპოვა. მოგეთ მაგარი თამაში იყო, იმედია მაყურებელიც გაერთოვა. სამწუხაროდ ერთ-ერთი გული რადაც წლევა არის, რომ პირველივე წრეზე დავტოვე თამაში და ბოლომდე უკეთ ვერ ვისიავნეთ. იაკუძა მოკლედ პირველივეზე გაგვაგდეს გარეთ. ძალიან მაგარი თამაში იყო, ძალიან პავლიკა ამოჩენა MVP, მაგრამ 9 ნომერიც არანაკლები სიტყვა დატოვა და ძალიან მოკლედ ჩემი MVP 6 და 9. 800 რაც შეეხება შეიძლება და მოკლედ ადრე გახსნა შეიძლება უნდა გახსნილიყო. ნუ რადგან დაგვიანდა უკვე დაჯერებაც ნაკლები იყო მის მიმართ და როგორც ოპტა დავესესხები მეორე ნომერს
8%-იანი შანსი მოკლედ გაასა და ძალიან მაგრა ითამაშა რა. ბოლომდე ისე გაიყვანა რომ სამ კაცშიც კი ეჭვი არ დავადი. გილოცავთ მოკლედ. მაგარი იყო. მადლობა პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და თამაშისთვის, ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა ეს თამაში და მე ხედავ ამ მაგიდასთან ადამიანებს ბევრს, ვისაც ხშირი პრაქტიკის შემთხვევაში შეუძლია რომ ძალიან სერიოზული მოთამაშე გახდეს მაფიის რა, იმიტომ რომ საინტერესო თამაში იყო. მე ვთვლი რომ უფრო ხელი შემიწყო და შეგვიწყო ჩვენ მაფიოზებს შეცდომებმა რაც იყო ამ თამაში, რა თქმა უნდა, თუმცა თამაში შეცდომა არის და შეცდომის გარეშე გამარჯვება ყოველთვის ძალიან რთული არის, ასე რომ მადლობა თამაშისთვის, კაი იყო, მე ვისიამოვნე თქვენი არ ვიცი. ვისიამოვნებდი. როგორი კონსტრუქციული ფიდბექი. მადლობა. ბატონი იაკუძა. ბოლოსზე მარტო, ბოლოს 6-იანზე აწია ხე. დავარწმუნე რა მედიატორი. არა, შენ გასაგდები ხარ. ულოცავ ბოროტებას გამარჯვებას. შენც ბოროტ გუნდში ყავი? ხო, მაინც ხო ბოროტები მაინც ასე თუ ისე ერთ გუნდში ვართ. ნუ MVP-ზე ალბათ ორი აზრი არ არის, 6 ნომერი არის რა თქმა უნდა MVP. მე ჩემი გეგმა, ასე გეგმა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვინაიდან შავი კარტით არ გამომდის თამაში, მინდოდა ამერია თამაში რაღაცა ესე ყურადღება მივიქციეთ, შავმა კარტმა თავიდან არ უნდა მიიქციოს ხო ყურადღება, ყარად უნდა გავიდეს, მაგრამ კარგად მივდიოდი იქ, რომ ეს პირველი შეტევა მოვიგერიე და მარტო ორი ხელი აიწია ჩემზე, ანუ გადავაგორე ეს ისა და ჩემი ხელი რო ჩაკითხვალა, 3 ნომერი გადიოდა. შეიძლება მართლა დავაგვიანე, მაგრამ მიზანი არ მქონია დაგვიანება, იმიტომ რომ ან ჩემი გუნდელი უნდა გამეგდო, ან ჩემი გუნდელი უნდა გამეგდო თამაშიდან, ან სხვა და ჩემ გუნდელს ხარ გავაგდებდი რა. როგორც ჩანს, ვინაიდან ნელი ადამიანი ვარ ზოგადად ცხოვრებაში, შეიძლება მაგიტო ცოტა ალბათ, მაგრამ ანუ ვიცოდი ზუსტად რომ არ უნდა დამეგვიანა და უნდა ამეწია ხელი რა და ჩემ გამოაირია თამაში რა. ყველა რედობთ როს. ყველაფერი რო წასულიყო ისე, როგორც უნდა წასულიყო, 3 ნომერი გადიოდა. ერთიანი პატრიოტები სამიანი. ჩემი ხელი რო ჩათვლილიყო 3 ნომერი გადიოდა და ჩემი გუნდელი რჩებოდა და საერთოდ სხვა თამაში იწყებოდა რა და ნუ ესე აღმოჩნდა რომ ხელი გვიან აუწიე რის გამო კინაღამ დაუღუპე ყველა ბოროტება, მთლიანად ბოროტება დაუღუპე კინაღამ რა. ხო, მომეწონა ახალი წესები, მეორედ ერთხელ სატესტო და ერთხელ ეს ახალი წესებით და ალბათ 17-18 თამაში ჩემს საუკეთესო ვერსიას შემოგთავაზებთ რა. მადლობა. ვიასუსმეთ. ეხლა მოგვიყევით ვინ გადაამოწმეთ? კაი, ვიტყვი, დავიწყო. ნუ ჯერველი წრის მერე დავწმუნდი რომ აქეთ ფლანგი იყო ძალიან კაი ხალხი და იქით იყვნენ მთელი შაუბნელი ძალები. თუმცა იქაც ვიღაცებზე ეჭვები მქონდა. კაი, პირველი გადავამოწმე 3, იმიტომ რომ რატო ეგ პირველი იყო ის რომ რაღაც თავიდან ძალიან ბევრი ილაპარაკა და მომეჩვენა რაღაც ბევრს ჭიკჭიკებდა და მეთქი ეს ხო არ არის და ნუ არაო. მე მეორე ასევე ნუ 7-იანზე ხა მე ახალს და ბევრს აღარაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ნუ ილაპარაკა, ხელი დაადეს ის და მაინც კაროჩე ხო ეს არის და კი ეს არის. მესამე ჩემი გადამოწმება იყო ბატონი ველიჯანა, იმიტომ რომ მაგანაც თავიდან რაღაცა ბევრი ლაპარაკა და მე რაღაცა გაჩუმდა ძალიან და ძალიან საეჭო გახდა ჩემთვის და ხო, ამის პარალელურად 6-იანი მთელი თამაშის განმავლობაში, ანუ რაც ვიყავი მაგიდასთან, იწევდა გამუდმებით, ანუ ყოველ წრეზე მჯეროდა რომ ერთი შავი, ან იაკუძა იყო, დონი იყო, მაფია თუ რაღაცა შავბნელი ძალა იყო 6, თუმცა ნუ ვულოცაო, იმიტომ რომ მართლა ბოლომდე კარგად გავიდა და ნუ რა ვიცი, ჩემი მხრიდან მართლა იმას ვიტყვი, რომ ეხა ალბათ ითამაშა როლი იმან, რომ ნუ პირველად ვარ საერთოდ ამ შარში და ალბათ ეგეც საინტერესო იყო, რომ ჩემნაირად რამდენიმე მონაწილე იყო, რომელიც მართლა პირველად იყო აქ და ამავდროულად პარალელურად იყვნენ ისინი, ვინც გამოცდილები ხართ და ეს ეკლექტიკაც. შენ ხო ბევრჯერ იყავი კაცო. მეორეზე მე რომ მოვიდე მოვიგე. ხო, მეორედ რომ მოვიდე მოვიგე. გელოდებით უეჭველი ხოსტარების არა მართლა ნუ ეხა არის გამოცდილება ცხადია, იმიტომ რომ რაღაცა შენ ფიქრობ და გგონია სხვანაირად, შეიძლება სხვანაირად რაღაცა ცდილობ რომ მოდი ჯერ არ გავიხსნა და შეიძლება რა, ნუ ეგს გამოდგა საბოლოოდ, ჰა? შენ ხარ fake დეტექტივი. კაი, მოკლედ MVP, ნუ ავტომატურად და ბუნებრივი არის გამარჯვებული, მაგრამ მე მაინც ამ ფლანგს ეს ფლანგია ჩემი ფავორიტი და
ანუ აი 4 პატიოსანი კაცი მოკლედ ძალიან მინდა დავაფასო და მაინც აი ამ 4-დან ჩემი ასე გამოყოფა რაღაცა 9 ნომერს მაინც გამოვყოფ 10 ძალიან კარგი იყო 12 ნუ ტატოზე რა უნდა ვთქვა ბოლომდე მივიდო და მაინც ვიცოდი რა როლიც არ უნდა ქონოდა თამაშის დაწყებამდე და 11 ჩემნაირად დებიუტანტი იყო და ასე ვთქვათ ძალიან გულდამწყდა რომ ცადე არ დამიჯერეს რატო არ ვიცი შენც გამერთოლე მოცემულობა ხო ოქროს ჟოლო არის ეგეთი ჯილდო შენ გეცოინება ოსკარის პარალელურად გადასცემენ სიამოვნებით გადავცემდი მას მაგრამ ხო ხის გოლზის ასე შემდეგ ცადე მაინც იმიტომ რომ მივხვდი რომ რაღაც უაზროდ მოვიდა შეცდომა მოვიდა ამ შემთხვევაში და მაინც ცადე მისი გამოძვრენა ხო მაგრამ არ თანდ ვიღავ შენ მოგვაგებინებდა იმიტომ რომ 6 ასე დროს ისეთი კამბექი მოხდა, ისეთი მდგომარეობიდან დაბრუნდნენ შავები, რომ ცხადია მე-6 ნომერი არის MVP. და მან ორი აზრი არ არსებობს. მე ვის თამაშის მომეწონა ყველაზე მეტად, ასევე იყო ნომერი 10 და 11, იმიტომ რომ ლოგიკურ ჯაჭვში კარგად მიყვებოდნენ და თან კომფორტულად ვზნობდი მათთან თამაშისას, აზრების გაცვლისას და ასე შემდეგ ლოგიკურად მივყევით მაგ ყველაფერს. მივხვდით იმისა, რომ 11-ზე ბოლოს ეჭვი მქონდა, რომ შეიძლება შავიც ყოფილიყო. ხო, ნუ შეცდომები დავუშვით ბოლოს, უაზროდ ვითამაშით და უაზროდ გადავეკიდეთ ერთმანეთს პატიოსნები და ამის შედეგი იყო რაც მოხდა. რომ მესიამონა თამაში ამის ერთი ფაქტი ისაა, რომ ბოლოს რო გავარდი, გავღიზიანდი. რო არ მესიამონებოდა თამაში არ გავღიზიანდებოდი, ანუ გაიიღო და მადლობა ამისთვის. კიდევ ვცდი აუცილებლად სიამოვნებით და წაიღო. ესე უნდა ვთქვა, წაიღო. წაიღო, ზუსტი ვარიანტი. ხო, და რა გადავცემ სიტყვას მე რაც? ჯიგარი ხარ. პირველ რიგში მადლობა. მე 6-ს მიულოცავ პირველ რიგში და მე მაფიას. კაი იყო თავიდან ძალიან კარგად წავიდა რა. ჩემი თამაშიც ძალიან მომწონდა, რადგან 2 არ მომწონდა. სწორად თქვი, მე 4-ზე არ მომწონდა, მე 5-ე, მე 7-ემ თავი მოიკლა თავისით, ჩემი დახმარება არ ჭირდებოდა და მე წინა რა დროსაც გავარდი, რადგან მე და გაბრო ვიყავით, ვისაც არ გჯეროდა 2 ნომრით ის დეტექტივობისა, ბოლომდე ამჯეროდა, რომ ის არ იყო და პროსტა პატასგან აი რამე, აი რომ დაიღმულა შორიდან ავყვებოდი და ბოლომდე მივაწვებოდით მე და გაბრო რომ ეს არის ნამდვილი დეტექტივი და შევეცებოდით რომ დაგვეწონებინა სხვა მოქალაქეები რომ დაგვეჯერებინა პატასთვის და მე წინა როდესაც გავარდი რომ მე ვეღარ დავეხმარე წითლებს ძალიანობაში ძალიან გაასწორა კაცი თუ დაგაკლებათ ოდესმე სიამოვნებით ვითამაშოთ ხო მართლა ძალიან საინტერესო თამაში იყო. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ თამაშამდე მინდოდა როგორც თამაშის დასაწყისში აღნიშნე მოქალაქეობა და ვერ წარმოვიდგენდი დღის დასაწყისში რომ საღამოს ესეთი მაგარი გასართობი მელოდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო თამაში იყო, ყველა იმ შეცდომის და მიუხედავად რაც თითოეულმა ადამიანმა დაუშვა. ხო, რაც შეეხება თამაშის თვითონ მიმდინარეობას, რეალურად მართლა ესე გამოვიდა უბრალოდ რომ რაღაცნაირად მე სიმართლე გითხრა პროცესში ამჯეროდა რომ რატომაც 5 მოქალაქეები ჯდებოდით ანუ მე მგონია რომ პავლიკა გადაარჩინა იმან რომ უბრალოდ ვერ დაუშვით რომ 5 მე მაგალითად ეს დავბლოკე რომ 5 მაფია ვერ წარმოვიდგინე რა ხო ხდება და რატომღაც გადმოვედი და თან აქიდან გააწითლა და ერთადერთი იმით ვიმშვიდებ თავს რომ მგონია რომ მიუხედავად ყველაფერისა კარგად ვითამაშეთ პატიოსნებმა რაღაცა ტაქტიკური ხარვეზი იყო ფელიპე მელომ რო დაუშვა ნიდერლანდებთან ეგეთი ბრაზილიის დიდი კომაგის პაატას ფელიპე მელომ რომელი მგონი ფელიპე მელოზე ტაქტიკური ხარვეზი ხო და არა ეს მე კამპოსში ჩაჯობა ხო ანუ ხო და ნუ ჩემი თამაში მაყოფილი ვარ იმიტომ რომ მე 5-ე, მე 7-ე და მე 4-ე იყო ის სამი ადამიანი, ვინც დავასახელე თავიდანვე და ესე გამოვიდა რომ ეგრე ყოფილა. ძალიან კარგი გასართობია, მადლობა მასპინძლობისთვის და იმედია კიდე ვითამაშებთ. ხო, ერთი თავს იმით ვიშვიდებ, კიდე ერთხელ აღნიშნავ რომ დიდი ბოლოს. აუ. ამას პოსტ უდარეთ. არა, მართლა.
არა ნამდვილად უბრალოდ რა კაი ხმობა იყო ეს არ ამოშა. ხო, მაგის გარდა კიდე უბრალოდ ბროლს რომ გამაგდეს, ანუ პავლიკას იმას მაკვარახჭობას თუ რაღაც აქვია, ეგრო გაბრო გააქვთ, იმიტომ რომ მე რამის გაგდება მარტივი იქნებოდა, ეგ ძალიან მარტივად შესაძლებელი იყო და ხო, მაკვარახჭობას ეგრო დავინახე, რაღაცნაირად ჩემთვის თავს გამარჯვებულად გრძნობდა MVP რა თქმა უნდა პავლიკა არა, იმიტომ რომ მართლა 6-1-ზე მოგვიგო. მადლობა. რა იყო შანსი იმისა რომ ბოლოს 6-იანი გაგიქცა? იყო, ანუ 50-50-ზე იყო, მაგრამ ერთ-ერთი მე ლოგიკა რაც თქვი რომ თამაში შავი კარტია, რომ კლუბები ხდება და ველიჯანამ რო თქვა რომ ორივეში ერჭვი მაქვს და მე გადამოწმული წითელი ვიყავი თუ ამის დეტექტივობას ვენდობოდით, მაგაში ერთადერთი მაგარი იმას მიქ. მე ვერ გავითვალისწინე გამოცდილი მოთამაშე შედარებით გამოცდილი. აი ველიჯანაც თუნდაც ხო? აი ველიჯანა რამდენჯერ აქ განთამაშე ბერჯო ხო გითამაშია შენს ხო? ხო, აი მეც რაღაც მეც ეგრე მაქვს 5-4. ჩვენსავით ვისაც აქ ნათამაშები ის როგორც კი დიმა იტყოდა რომ დეტექტივი ვიყავი და რაღაცაო ეგრევე პაატა იტყოდა წამოხტებოდა და იტყოდა რა შეგია შენ ხარ მე ვარ დეტექტივი ხო მაგრამ რახან ხოდა მე ვიფიქრე მე მოგიდექი შენ როგორც გამოცდილ მოთამაშეს და ვერ გავითვალისწინე ის რომ პირველად რო თამაშობდი შება არ გახსნილიყავი და არ ჩაგეთვალა პრობლემა და დაფასებო აი ეგ არის ძალიან დასაფასებელი თქვენი მხრიდან რა რომ ყველა ადამიანს, ყველა მოთამაშეს მიუდექით როგორც გამოცდილ მოთამაშეს. ხო, ნუ არ მიფიქრე რა, ნუ საბოჯემ შეცდომა გამოვიდა აქ ჩემი. ხსნა სინამდვილეში ძალიან მაგარი რაღაც გამოსდიოდა. ხო. გამოცდილება არის ძალიან. გამოვიდა ის რომ მე როგორი სიტუაცია? მალე მოვიგებდი. ხო და როგორი სიტუაცია იყო, იცი, აი პაატა ვარდებოდა იმაში, რა ქვია, პაატა ვარდებოდა უფსკრულში. გაბრო გამოექანა, გადახტა, დააოლო ხელი ესე და პაატა ხელზე ურთხავს რომ გამიშვიო, ჩახტობა მინდაო და ეს მაინც ჩაიჩება და მე პაატამ ჩაკაჩა და ჩაიყოლა, იმიტომ რომ ამის სწორად რასაც მიუდექი შენ და სწორი ლოგიკა არის დაიჭირე, საბოლოოდ შენს გადაგიყოლა, მაგრამ ეგრე გამოვიდა. ამ დროს ძალიან გაის იყო, ხო და ჩემი შეცდომა იყო ის რომ ვერ გავითვალისწინე რომ პაატა თამაშობდა პირველად და არ მიუდექი ეგრე და ეგრე რომ მიდგომოდი, მაშინ რაღაცებს შეიძლება შეცვლილიყო. ხო, ანუ არაფერი არ მოუწი, ხო და უნდა გამეთვალისწინებინა რომ პირველად თამაში, რაც გაბრომ გააკეთა, მე ვერ გავაკეთე რა, და გაბროს მაგიტო პავლიკას მე პავლიკას მაიცა პავლიკა რა თქმა უნდა ბუნებრივია, ძალიან მაგრა ითამაშა და მაინც არ მქონია ეჭვი რომ მაფია იყო. ხო ბოლოს ხა მე ველიჯანა და პავლიკა რო დავშით ბუნებრივია ხა ჩემთვის არ ვფიქრობდი და ხა იქ მე ვიფიქრე ვაი ხო არ არის მანამდე რა. მაგრამ ნუ პავლიკა ძალიან კაი იყო, გაბრო იყო კაი. თუნდაც იმის გამო რომ აი რაღაცა აბსოლუტო მე არ ვიზამდი მაგას. აი არანაირად არ ვიფიქრებდი რომ ეს შეიძლება და ოჩა მაგის გამო ეგრე ვიფიქრე და ჯუბა მომეწონა ასევე, იმიტომ რომ პირველად ითამაშა ჯერ ეს ერთი და ძალიან კარგი თამაში ქონდა, ძალაგებული და მიუხედავად იმისა, რომ პირველ წრეზე ხა მე ვთქვი რომ ნერვიულობ და თქო შენ რა თქვია, просто გვერდზე რა ხან უზივარ, აი პავლიკა მას გითხრა რა, შენზე რომ ხედავ, ახლოდან ცოტა ინერვიულა ხა, მაგრამ ლოგიკურია, ბუნებრივი პირველად თამაშობს და მე პირველი წრე იყო. მაგრამ იმის მე ძალიან კარგი იყო ჯუბაც, ასე რომ ჯუბაც პატიოსნების MVP ჩემთვის გავარ და ჯუბა არიან, მოკლედ, ჯუკი ძალიან კარგი იყო, просто ეს ცოტა ადრე გავარდი რა. თორემ შენში ასევე არ მეპარებოდა ეჭვიო წითელი კარტი იყავი რა. მეგობრებო, ძალიან საინტერესო თამაში, ძალიან სანახავი იყო. შეიძლება პატიოსნებს ახლა გული წდებათ რომ როგორ ერთი მაფიოზი გაიყო დარჩენილი და ვერ მოვიგეთ, გული არ წდება, იმიტომ რომ კი წავაგეთ, მაგრამ ისეთი მოგება იყო, ეხლა 6 კაციდან 6 ერთზე იყო და მოგება რაც თავარი არის ჩვენ რისთვისაც. ნახეთ, მეგობრებო, ჩვენ მაფიის ტურნირებს ვატარებთ ხოლმე, იმიტომ რომ მაფიის ფედერაციაც გვაქვს, მაგრა თუ თამაშობთ კიდეც, ბევრი კარგი მოთამაშეც ვიცით, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს ამ პროექტს რატომ ვაკეთებთ, ეს არის გაერთიანების, დამეგობრების პროექტის და გართობის. თავარი არის ეგ. პირველად რომ ითამაშეთ, ეს არის ძალიან დასაფასებელი. მაყურებელს დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტად მოეწონებოდათ, ვიდრე თქვენ, პატიოსნებს, რომლებმაც წააგეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცეები ხდებოდა, რა თქმა უნდა, შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს, იმიტომ რომ ეს არის თამაში, ხან წააგებ და ხან მოიგებ, ეს ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ თქვენ. ასე რომ, მადლობა, კიდევ გელოდებით, მეგობრებო, ამ პროექტში დავამხელოთ მონაწილეები და კარგად. თუ ფიქრობ რომ საფეხბურთო ამბების სხვებზე უკეთ გახსოვს, ახალიც და ძველიც, უმნიშვნელო ტრანსფერებიც კი და გინდა რომ მაგიდის დერბის მონაწილეთა შორის მოხვდე, მოემზადე.
წინა სეზონის მსგავსად მოთამაშეების შერჩევას ვიწყებთ. ამჯერად უკვე 4 ქალაქში: თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. 20 ივნისამდე შეავსე სარეგისტრაციო ფორმა, გაიარე შესარჩევი ეტაპი და ითამაშე მაგიდის დერბის მეოთხე სეზონი.